გამარჯობა და დღეს კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ეთერში. ეს გახლავთ ჩემი მეგობრი შვილი, რომლის უბრალოდ ჩემი მეგობრის ინტერვიუ თქვენ უკვე ნახეთ, ძალიან ბევრი მოწონება აქვს, ძალიან აქტუალური ინტერვიუ იყო და ვინცაც არ გინახავთ აი ამ ბუმულის მიხედვით აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ეს არის ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით საქართველოში აუცილებელი ვიდეო. და ახლა კი მინდა ნიკა ნასიძის შვილზე გადავიდე, ირაკლი ნასიძეზე, რომელსაც მე ვიცნობ დაბადებიდან. ფაქტია, იმიტომ რომ ნიკას ვიცნობ 15 წლის ასაკიდან და აქედან გამომდინარე ირაკლი და სანდრო მისი ძმა, რომელიც ამჯერად კენიაში გახლავთ, ჩემი ოცნების ქვეყანაში და იმედია სანამ ის იქ არის, ოდესმე ჩავაღწევ, იმიტომ რომ მართლა კენია ის ჩემთვის არის, რა ვიცი, როგორც ადამიანის წარმოშობის კერა, ასევე რა თქმა უნდა ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც იქ არის და ირაკლი ამჯერად გახლავთ ასევე აფრიკის კონტინენტთან ძალიან ახლოს, არაბეთის ნახევარკუნძულზე, კერძოდ რიადია, თუ ერ-რიადია, ირაკლი სწორი, ის ქალაქი, რომელშიც შენ ხარ, საუდის არაბეთის დედაქალაქს, როგორ ერ-რიადიც ხვდება ხოლმე და რიადიც. კი, ან თვითონ ოფიციალურად ერ-რიადიან, მაგრამ ესე რიადს ეძახის ყველა, ასე რომ რიადში. ოკეი, მაშინ დავიწყოთ, აი რას წარმოადგენ, რა გინდა რიადში, საიდან მოხვდი და მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრი ქვეყანა გაქვს გამოცვლილი, შენი ძალიან მოკლე, მაგრამ საოცრად ნაყოფიერი ცხოვრების მანძილზე და სწორედ ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი და როგორ მოხვდი? აი რა გზა გაიარე, სანამ მაგამდე მიხვიდოდით და მე უკვე გავაგრძელოთ ის საინტერესო თემები, რომლებიც წინ გველოდება და ასე რომ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ხალხო და შუა გზაში ნუსვამთ ხოლმე კითხვებს. ვიდეო ნახოთ ბოლომდე და შემდეგ იქიდან გამომდინარე დავსვათ ხოლმე და რა თქმა უნდა მოწონება რაც შეგიძლიათ მეტი და მეტი კომენტარი. გისმენ ირაკლი ნასიძე ჩვენი სტუმარი მოგვიყვება თავისი გზის დასაწყისს და გაგრძელებას. სალამი ვასო, სალამი შენ და შენს მსმენელებს და მოყოლებს. ძალიან მიხარია რომ ამჯერად ესეთ ფორმატში გვაქვს მოკლედ საუბარი და ძალიან ესე ვთქვათ მოხარული ვარ და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოდგება ეს ჩვენი საუბარი. შევეცდები რომ ნიკაზე უკეთესი იყოს, ნახოთ რა გამოგულა. ის ურჩევნია მამულსაო, ხო იცი? რას ვაკეთებ რიადში? რიადში მე ვარ მოკლედ ავიაციაში. არა, რიადამდე როგორ მიხვედი, მაქედან დავიწყე. კი. ვარ მოკლედ მოღვაწეობ, ასე ვთქვათ, კომერციულ ავიაციაში. თითქმის მთელი ჩემი კარიერა ვარ ავიაციაში და მოგიყვები საიდან დავიწყე. ხო ეს იყო 2010 წელს, მაშინ საქართველოში ვიყავი ჯერ კიდევ. მუშაობდი უნივერსიტეტში მქონდა ახალი დამთავრებული და მუშაობდი პატარა რაღაც საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც რაღაც ინვესტორებთან იყო დაკავშირებული. დავამთავრე იურიდიული ჩემი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი არის იურიდიული დავამთავრე უნივერსიტეტის თბილისში. არანაირი შეხება არ მქონდა ავიაციასთან, არც ბავშვობაში არ ყოფილა რაღაც, ხო იცი, რაღაც ეს ავიაციის ისინი რო არიან კიკები და არ ვიყავი ეგეთი, ან რაღაც არც თვითმფრინავებზე, არც რაღაც ავიაციო ნავწერო კულიმისტით ან რაღაცა ეგეთი ისინი არ მქონია ბავშვობაში. მაგრამ იყო ესეც რომ ჩემ მეგობარმა მითხრა რომ ანუ მაშინ რაღაც ეს მე სამინისტროში მინისტრის მოადგილე ვინც კურირებდა ამ ავიაციას, ანუ ეძებს რაღაც ახალგაზრდა კადრს რომ რაღაც ეს საერთაშორისო პროექტებსეო ჩართოსო და თუ იქნები დაინტერესებულიო რომ შევხვდები რა და მივედი იმაში ეკონომიკის სამინისტროში მაშინ რაღაცა იკამასნეს რაღაცავით რა პროექტებს აკეთებდნენ რაღაც აკეთეთ ან რაღაც შემოთავაზეს რომ ანუ გადმოდი ამ სამინისტროში რაღაცა პროექტების რაღაცა ტრანსპორტის მიმართულებით რაღაც დარჩეთ თუმცა მართალი გითხრა ანუ არანაირად არ მიზიდავდა არასდროს არც მაშინ და არც დღეს ეს რაღაცა ეს საჯარო სამსახური და ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო იყო ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო ეს პირი ვისაც შევხვდი მაგრამ ნუ ვთხარ რომ პროდამირეკეს მე ვთხარ რომ უკაცრავად, მაგრამ ანუ არ მაინტერესებს ეს რაღაც საჯარო სამსახური, ძალიან ბედნიერი ვარ, სადაც მუშაობ, ასე შემდეგ, თუმცა დიდი მადლობა. რამოდენიმე დღის მერე ისევ დამირეკეს და მითხეს, რომ ანუ ეს რაღაცა წარმატებით რაღაცა მოეწონე ამ ინტერვიუზე ამ ადამიანს რაღაცა და
ანუ გვესმის რომ საჯარო სამსახური არ გაინტერესებს, თუმცა არის ასევე რაღაცა კომპანია, რომელშიც ასე ვთქვათ, არის სახელმწიფოს კუთვნილებაში არის, რომელსაც ქვია საქაერო ნავიგაცია, ასე ვთქვათ, რომელიც არის განაგებს ასე ვთქვათ, ცას საქართველოს თავზე და ნებისმიერ ქვეყანაში არის ასეთი კომპანიები, რომლებიც ამ ნავიგაციას, საჰაერო ტრასებს და ასე შემდეგ მართავენ. და ანუ იქ ხო არ იქნები დაინტერესებული, მაგრამ საერთოდ გონზე არ ვიყავი რა იყო, ან საჰაერო ნავიგაცია, ან საქაერო ნავიგაცია, ან საერთოდ რაზე იყო. ვთქვი რომ კი ბატონო, შემიძლია მივიდე და იქაც ხალხს დაველაპარაკო. ეს იყო ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, აი საერთოდ პირველი შეხება ამ ავიაციასთან, მივედიე, ასე ვთქვათ, იქ შევხვდი ვიღაცა ხალხს კიდე რაღაცა გავიგე რა საკეთებდნენ. ძალიან ბევრი პროექტები იყო მაშინ რაც კეთდებოდა ამ მიმართულებით ამ დარგში და იყო ძალიან საინტერესო იმის მიუხედავად რომ ფაქტიურად არაფერი არ ვიცოდი იყო რაღაცა ის სრულიად რაღაც ახალი სამყაროს აღმოჩენა ჩემთვის და ესე ძალიან ვარ გავაგზავნე მოკლედ დავთანხმდი ამ იმას სამსახურს დავიწყე მუშაობა საქაერო ნავიგაციაში თავიდან იყო პირველი პროექტები რასაც ვიყავი ჩართული ეს იყო ძირითადად იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, იყო თქვათ ბათუმის აეროპორტის განვითარება, იქ საჰაერო ნავიგაციის სისტემების დანერგვა, სამეთვალყურეო კოშკის განვითარება, მშენებლობა ასე შემდეგ. რასაც ძალიან მალე მოყვა ქუთაისის აეროპორტი და ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა. ძალიან კარგად მახსოვს, ეს იყო პირველი მართლა ესეთი შეხება, როდესაც ჩემი თვალით ვნახე რაც აქვს ავიაციას, რა შეუძლია ავიაციას როგორი ზეგავლენა აქვს ზოგადად ქვეყანაზე, მის ეკონომიკის განვითარებაზე, ასე შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაზე. და ვიყავი ამ პროექტის ერთ-ერთი მენეჯერი ქუთაისის აეროპორტის შექმნის. ძალიან კარგად მახსოვს, პირველად რომ ჩავედი ქუთაისში კოპინარის ძველ აეროპორტში, ამ ჯერ კიდევ იყო 2008 წელს დაბომბილი ტერიტორიის გაწმენდა, ნაღმების ჯერ კიდევ იყო ნაღმები, რომელიც არ იყო აფეთქებული და ნაღმებისგან იწმინდებოდა ის ტერიტორია და იყო აი სრულიად რაღაცა მიგდებული ძველი რაღაცა ინფრასტრუქტურა, რა მოხდა იმ ტერიტორიის განვითარებიდან რაღაც წელიწად ნახევარში, როგორ შეიცვალა და ამ ხელას სიცოცხლე შექმნა ზოგადად არა მარტო მთელი ქუთაისის და რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, ეკონომიკურად ისტორია არის ასე ვთქვათ, რაც მოხდა. რომელიც უკვე გრძელდება 15 წელია. ეს ისტორია. რომელიც უკვე გრძელდება უკვე 15 წელი. ხო, ან ძალიან ის რა ქვია, სუმაგას ვამბობ ხოლმე, რომ იმას ვამბობ ხოლმე, რომ ანუ მაგალითისთვის რა რა პირველად რომ ჩავედი ამ ქუთაისში და დავიწყეთ მოძრაობა და იქ ძალიან დიდი ხანი ვიყავ ხოლმე ქუთაისში, ფაქტიურად ეს პირველი 2 წელი სანამ ეს განვითარება მიდიოდა მშენებლობა და სანამ ეს პირველი ფრენები მერე შევქმნით, სულ იქ ვიყავ ფაქტიურად. და იმას მომავთ ხოლმე, თავიდან ხო ხ მაშინთან ახლა რა რომ ადარხა ქუთაისში თვითონ ქალაქში ბევრი არაფერი არ იყო, რაღაც რამოდენიმე ობიექტის თუ რაღაც რესტორნის და რაღაცის გარდა, ანუ ეს არ იყო, ეს ზუსტად მახსოვს, რომ გაიხსნა აეროპორტი და პირველი ფრენები წამოვიდა და ერთ-ერთი პირველი ფრენები იყო პოლონეთიდან. და რაღაცა რამოდენიმე თვის მერე ჩავედი და ქუთაისის მთელი ქალაქი იყო სავსე პოლონელი ტურისტებით რა ანუ აი რაღაცა უცბად გამოგვიძება რაღაცა აფეთქება მოხდა ამ პოზიტიური ენერგიის ერთი წამი რა მაინტერესებს აი მანამდე და დაბომბებამდე და რაღაცა რა ზოგადად ახლა მე კოპიტნარი ყოველთვის ვიცოდი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ჩაუვლიდით ხოლმე უბრალოდ ახლა კოპიტნარიდან არავინ არ მიფრინავდა და იქ არ ყოველ შემთხვევაში მე როგორც თვითმფრინავების მოყვარული და ხშირად მოგზაური ადამიანი იმ პერიოდშიც ჩემი ექსპედიციებიდან და იმდა გამომდინარე რაღაცა კოპიტნარი იყო რაღაცა უბრალოდ ტრასაზე იყო რაღაცა სადღაც იქეთ რა ხო და არც გამიგია რომ მე ჩაფრინდა კოპიტნარში ან იქიდან გაფრინდა რა ფუნქციას ასრულებდა აი მანამდე სანამ შენ და თქვენ დაიწყეთ მისი სრულიად გაცოცხლება არ ქვია ამას, სრულიად ახალი რაღაცის შექმნა. იყო კომერციული ფრენებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა იყო შეზღუდული, იმიტომ რომ ხუხტებ ძირითადი მასა მაინც ყველაფერი იყო თბილისში, როგორც თავმოყრილი, საბჭოთა კავშირის დონეზე ხო სადაც იყო ფრენები და ეს რაღაცა შეზღუდული ტერიტორიული გეოგრაფიიდან გამომდინარე ხო, ანუ არ იყო იმის მოთხოვნილება, რომ ასე თქვა სხვადასხვა ბევრი აეროპორტები ყოფილიყო ისეთ პატარა ქვეყანაში როგორც საქართველო არის
ხო მაგალითისთვის ხო ანუ ეხლა სოხუმში ბაბუშერას აეროპორტი ბევრად უფრო ისეთი იყო, იმიტომ რომ ანუ სუფთა ტურისტული მოთხოვნიდან გამომდინარე. კი, მე მიფრენია ბათუმშიც იქაც კი ხშირად რო ხო და ქუთაისის აეროპორტი იყო უფრო რაღაც აი ლოჯისტიკური და სამხედრო დანიშნულება ჰქონდა ქუთაისის აეროპორტს. ხო ანუ დღეს აღარ ვიცი მართალი გითხრა ზუსტად რა არის, მაგრამ როდესაც მე იქ მუშაობდი და მოსნახულობდი, ჯერ კიდე იყო იქ უკვე რა თქმა უნდა ქართული რაღაცა სამხედრო ბაზის ნაწილები, ასევე აქედან გამომდინარე ქუთაისის აეროპორტს აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულების ფუნქცია. და ეგ იყო მოკლედ ჩემი პირველი ის იყო ეს რაღაცა ეს დიდი ავიაციასთან იყო ეს ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, იქიდან მე უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა ამ ინდუსტრიის მიმართ. გადავედი მე უკვე თვითონ აეროპორტების მხარეს, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა კომერციულმა ნაწილმა, არა მარტო რაღაცა ეს ინფრასტრუქტურული განვითარების, არამედ კომერციულმა ნაწილმა, როგორც აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის ურთიერთობა. კიდე გაწყვეტინებ, რა გაკეთ, აი რა შენ ახლა გადაახტი ძალიან სერიოზულ მომენტს, ანუ ამბობ შეიქმნა ახლა ის ხო არ გაიკეთებიათ, რაღაცა ფოსელი ხო არ აგიშენებიათ, ააშენეთ საოცარი ჰაბი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და დღეს თუ ხარისხიანი ტურისტი შემოდის საქართველოში, შემოდის პირველი კარიბჭე არის ქუთაისი და მეორე ადგილზეა გადანაცვლებული თბილისი ამ ხრივ და აი რა მოხდა, რა გაკეთდა ასეთი რომ თქვენ იგივე ეს პოლონელი ტურისტებით რო გავავსეთ რაღაც მომენტში ქუთაისი, აი რა იქ შუაში ხო რაღაცა ხდებოდა. კომპლექსური ის არის, ეგ ნაწილი არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა აეროპორტის ინფრასტრუქტურა არის ერთი ნაწილი მაგისი, რათა შეუქმნა კომერციული პირობები ავიაკომპანიებს, მით უმეტეს ისეც როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ან რომ დაინტერესო რომ იფრინონ შენთან. იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის, ხო? ესეთი ავიაკომპანიების მიმართ შეიძლება დაინტერესო როგორც მიმართულებამ, როგორც ქვეყანამ, რომ შენთან ჩამოვიდნენ და შენთან იფრინონ. ხო? ანუ ერთი არის ეს რომ შეუქმნა კომერციული პირობები, მეორე ის რომ შეუქმნა ინფრასტრუქტურა, რაც სრულიად შეცვლა მოხდა ინფრასტრუქტურის, მოხდა რაღაცა თანამედროვე სრულიად რაღაც ახალი ტიპის პატარა აეროპორტის შექმნა ქვეყნის ის ხო ხსა ისე და ეს გეოგრაფიულად საქართველოს პატარა ქვეყანა არის, შესაბამისად ქუთაისი რო შეხედავ მეტნაკლებად ცენტრში არის, ხო აქედან გამომდინარე ის ტურისტი რომელიც ჩამოდის, ხო გინდა ზღვაზე უნდა მას ასვლა თუ მთაში უნდა წასვლა თუ გინდა თბილისში უნდა წასვლა, ანუ მეტნაკლებად ყველგან რაღაცა 2-3 საათის მანძილზე შეუძლია რომ წავიდეს. თუმცა ამის გარდა ხო ანუ რაც იყო ამისი ასე თქვა ტრიგერი, ღიაცის ევროპის ღიაცაზე მიერთება ანუ რაც ნიშნავს რომ მოხდა სრული ლიბერალიზაცია, ანუ აღარ იყო შეზღუდვები, რომელიც ან ქართულ, ან ევროპულ ავიაკომპანიებს დაუწესებდა შეზღუდვებს გადაადგილებასთან და ფრენებთან დაკავშირებით. რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და მაგას მალევე მოყვა, ნუ რამოდენიმე წელიწადში, მაგრამ აი თქო სტატისტიკას რო შეხედო, ხო, ამ თავიდან რომ დავიწყეთ, აი იყო რამოდენიმე ფრენა, რაღაცა იქ პოლონეთი იყო, იქ ბუდაპეშტი იყო, იქ უკრაინაზე გვინდოდა ფრენები, იმიტომ რომ დიდი ის არ მიმოსვლა, ხო? ისევ და ისევ ვიზერით, მაგრამ აი მართლა რაღაცა ეს გრანდიოზული ნაბიჯი კი არა რაღაცა ნახტომი მოხდა უკვე როდესაც იყო ლიბერალიზაცია ევროპის მიმართ. იმიტომ რომ ეს იყო უკვე ძალიან დიდი შეზღუდვის მოხსნა, რომელიც კომერციულ ავიაციაში ავიაკომპანიებისთვის ყოველთვის არის ნიშნულოვანი, რომ მიმართულება იყოს წარმატებული, რომ ორივე მხრიდან იყოს მოთხოვნა, ხო, იყოს რაღაცა დაბალანსებული მიქსი ტრაფიკის, რაც გაჩნდა ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ. ერთის მხრივ ჩამოდიოდნენ ტურისტები, მეორეს მხრივ, ანუ ქართველებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გასულიყვნენ ევროპაში ამ რაღაცა დამატებითი ბიუროკრატიული და ძვირი წინაღობის პროცედურების გარეშე, ხო? და აი ეს იყო უკვე რომ მე იყო წამოვიდა ეს ბაზირებები თვითმფრინავების, ერთი თვითმფრინავი, ორი თვითმფრინავი, 4 თვითმფრინავი, ხო, რა დროთა განმავლობაში ამას დიდი დრო ჭირდება ამის შექმნას. და რაც ხო მივიდა იქამდე რომ არ ვიცი რამდენი არის, მაგრამ რაღაცა მომენტში ბოლოს რომ ნახე, რაღაცა 25-ზე მეტი მიმართულების დაფრინავდა ქუთაისიდან მხოლოდ ერთი ავიაკომპანია, ხო? ანუ რაც ძალიან დიდი ის არის მიღწევა. ანუ აი ეს არის კომპლექსურად ესეთი სხვადასხვა რაღაც ასპექტები იწვევს
და ეს დროში გაწელილი, მაგრამ იწვევს ესეთ დიდ განვითარებას. პიონერი მაინც ვიზერი იყო ამ ყველაფრის მე ასე მახსოვს ყოველ შემთხვევაში ეს low cost-ერი, ანუ დაბალ ბიუჯეტიანი, დაბალ ფასიანი ავიაკომპანია, რომელიც ძალიან პოპულარულია ახლა ევროპაში. შენ ვისთანაც ჰქონდა პირველი ურთიერთობა, მე ასე ვიცი რომ ეგენი იყვნენ, ხო ეს უნგრულია ეს უნგრული კომპანია, ხო? უნგრეთში არის რეგისტრირებული, თუმცა ანუ არის ფლობელობა არის ამერიკული, ანუ ზოგადად ამერიკელების შექმნილი და ინვესტიცია არის ამერიკელების. თავარი ოფისი არის უნგრეთში და ხო, ანუ ვიზერი შეიქმნა 2004 წელს და მათი ძირითადი ფოკუსი იყო ზუსტად ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა. რო შეხედო იმას ევროპის რუკას, ანუ დასავლეთი ევროპა მთლიანად ფაქტიურად ძირითადი low cost-ები ვინც არიან, ეს არის Ryanair და Eurowings და მე ასე შემდეგ, ხო და აქეთ ხარეს მაინც არის ლიდერი არის ვიზერი. შესაბამისად ვიზერისთვის აი ეს გაფართოება, აღმოსავლეთის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი იყვნენ პიონერები ჩვენ აი უკრაინაშიც მათ შორის, საქართველოშიც, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც შეიტანეს ამ low cost-ის know-how და ხო ის რო ესენი ამდენი წელია საქართველოში არიან და ესე განვითარდნენ, ანუ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ბაზარი არის ერთი, მეორე რო წარმატებული ბაზარი არის და იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვისაც, როგორც პატარა ქვეყნისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და პარტნიორი აღმოჩნდნენ, რომ ამდენი წელი, ასე ვთქვათ, შეინარჩუნეს ეს ნიშა. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ პირველები ვიყავით თუ აი ხარ მაშინ რა მდგომარეობა იყო აი ეს know-how იყო ახლა ჩვენთვის აბსოლუტურად იქ ისეთი ფასები იწერებოდა ხოლმე თქვა ბერლინზე და იმაზე რომ მართლა საოცრება იყო ხო და ამ პირველები ვიყავით ამ ხრივ კავკასიაში სამხრეთში ისევ და ისევ ხო რომ შეხედო თქვა გეოპოლიტიკურად რა ხდებოდა იმ წლებში ხო ანუ და რაც იყო გამოწეული ისევ და ისევ იმ რაღაცა რა ქვია რეფორმებით ხო რაც იყო დაკავშირებული ამ საჰაერო სისტემებთან და ასე შემდეგ და ინფრასტრუქტურული პროექტები ზუსტად ამან შეუწყო ხელი რომ პირველები შემოსულიყვნენ საქართველოში მე მახსოვს სომხეთში რომ მოხდა აშინიანი რომ მოვიდა ვიზერ მაშინ უკვე მე ვიზერში მუშაობდი ვიყავი ბუდაპეშტში ამ აეროპორტების განვითარების მიმართულებით ვიყავ სადაც მეპარა გარკვეული რეგიონები და ეს როცა მოხდა მთავრობის ცვლილება სომხეთში ის იყო რომ ჩვენთვის რომ ანუ ესე იგი რაღაც ნიშანი არის რომ აქაც რაღაც პოზიტიური ცვლილებები არის იმ ხრივ რომ ღია იქნებიან ამ ახალი ფრენებისთვის, low cost-ების მიღებისთვის, რაღაცა კომერციაზე შეიძლება ლაპარაკი მათ რაღაცა და აი სულ მართლა რაღაცა ერთი-ორი თვის მომხდარი იყო ალბათ ეს ცვლილებები რომ ჩავედით. მე ვიყავ ჩემს ორ თანამშრომელთან ერთად და შევხვდით ნუ ყველა წარმომადგენლებს მაშინ პაშინიანის მოადგილე ვინც იყო რაღაც ეკონომიკის საკითხებში. და იმის და მიუხედავად ხო რაღაც აი ახალი სისხლით მოსულებით რაღაც მაინც ეს მენტალიტეტი იმდენად ძველი იყო აი ეს რაღაცა აი ამ რაღაცა დახურული ეკონომიკის და რაღაცა რომ წლები დაჭირდა იმას ხო აი რუსეთთან მიბმული ამასაც ძალიან ხო ეს რაღაცა ეს ყველა დიდი მუხრუჭი ეგარი ხო, ანუ ეს მონოპოლია ყველა ბიზნესის, ხო, რაც მიჩნდეს ისეთ სფეროებში, როგორც არის კიდე აეროპორტი, კიდე ავიაკომპანიები, ტრაფიკის რაღაცა, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ, რომ ვაიმე, ეხლა რაღაცა ისეთი არ ვქნათ, რომ ხო, მაგას ვამბობ, რომ ამას მე წლები დაჭირდა, რომ მისულიყვნენ იქამდე და რაც სულ ეხლა ხანს მოხდა, ხო, მგონი რომ ეხლა ხანს წინა წელს თუ წლის დასაწყისში გამოაცხადა ვიზერმა ისევ და ისევ რომ იწყებს ბაზის გაკეთებას იწყებს სომხეთში. არა და ჩვენთან ეს ძალიან სწრაფად მოხდა. აი წლები არ დაჭირებია ყოველ შემთხვევაში, ალბათ თვეები დაჭირდა, ხო? იცი რა არის? კი, იმიტომ რომ მე როცა იქ ვიყავი უკვე ვიყავთ იმ ფაზაზე რომ გაგვეკეთებინა ინფრასტრუქტურის შექმნა და უკვე იმ პირობების შექმნა რომ ავიაკომპანიები მიგვეღო, მაგრამ
მაგამდე მისვლას, ხო ხტები მაგამდე მისვლას კიდე დრო დაჭირდა, წლები დაჭირდა, რაც იყო ის, რომ თქვათ იგივე ამ ევროპის საჰაერო საზამიერთება მომხდარიყო, ხო ის არ ვიცი რამდენი წელი დაჭირდა იმას, რომ თქვათ ეს ვიზა ლიბერალიზაცია მომხდარიყო რაღაცა, ანუ ხო ხტები მაგას კიდე ის აქ ისტორია აქ დიდი რომ პირდაპირ შეიძლება ეს ავიაციასთან და ავიაკომპანიასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ეს თლიანად ეკოსისტემის ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი, რომ საბოლოო ჯამში ამან მოახდინოს ზეგავლენა ავიაციაზე და ამ ფრენების განვითარებაზე. მაინც ეს პერიოდი იყო, როდესაც ყველაფერი სწრაფად კეთდებოდა და რაღაცა დიდი ინერციები არ ჭირდებოდა. ხო, ზოგჯერ ძალიან ხშირად რისკებიც იყო ალბათ, არა, ნუ ახლა სარისკო როცა, მაგრამ ამ პრინციპში უკვე გათვლილი სისტემა ჩამოვიდა ჩვენთან საქართველოში, ხო, უკვე ნუ ახლა ეს ლოუკოსტერები ჩვენ ხوار გამოგვიგონია და ჩვენთან ხوار დაუწყიათ ფრენად. და მაინც ეს ყველაფერი სწრაფად ხდებოდა რაღაცა ქუთაისის განვითარება ამ ხრივ რომ იქ შეცდომა მე მგონი არ ყოფილა. თუ იყო მაინც რაღაც ალბათ პატარა შეცდომები იქნებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღემდე რაღაცა კარგად მუშაობს ეს მუხრუჭები და ისინი თუ ხელოვნურად არ შეიქმნება მომავალში და არ შეგვექმნება ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, მე მგონი შვენიერი კი არა და მე არ ვიცი ხა უიკენდებზე დაფრინავს ხალხი, როგორც ხა ჩვენ იმაში ბორჯომში დავდიოდით ხოლმე ეგრე მამაშენს კითხებ ახმელიაზე გამოსასვლელად ასე დაფრინავენ იმაში რა ქვია ბერლინში კლუბში საცეკვაო და მე მეორე დღეს მოფრინავენ უკან ხო ეს გაუგონარი რამ არის ეს თუ გავწარგეთ ამის დაკარგვა იქნება ეხლა ვერ ის ხალხიც ვერ იმაშება იცი ვერაფერი ვინც არ დაფრინავს ასე ხშირად და თქვა საზღვარგარეთ არ დადის იმად გონიათ რომ მე რა ეხლა დაიკეთება კატასტროფა მოხდება დაწვება უბრალოდ სახელმწიფო, იმიტომ რომ უკვე მიჩვეული არის ამას. კი, ან გეთანხმები აბსოლუტურად, ხო, ანუ ეს არის, ხო, ანუ ჩემი აზრით და ჩემი ასე ვთქვათ, არ ვიცი, სიყვარულიც ამ სფეროს მიმართ, ხო, ანუ ზუსტად მაქედან არის გამომდინარე, რომ ანუ ეს იყო ჩემი აი პირველი შეხება, ესე ვთქვათ, დიდი შეხება იმაზე, რომ რამხელა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ავიაციას და ამ ფრენების განვითარებას არა მარტო რაღაც აეროპორტზე ან ქალაქზე კი არა, ქვეყანაზე და მენტალიტეტზე, ხალხის მენტალიტეტზე, ახალგაზრდობაზე, სწავლაზე, განვითარებაზე, GDP-ზე, არ ვიცი, ყველაფერზე რაც შეიძლება, ხო, პოზიტიური იყოს, ზუსტად ეს იყო და ხო ბოლო საქართველოს გავაცანით უამრავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ძალიან ადვილად ჩამოსვლა და ამ ყველაფრის ნახვა. კი, ასე რომ კი ნამდვილად იყო და დღემდე რჩება, ანუ ძალიან ისეთ სტრატეგიულ პროექტად, ხო, რამაც მოიტანა უამრავი სიკეთე, უამრავი ადამიანისთვის, როგორც გინდა ეკონომიკური, კულტურული, ზოგადად ავიაცია, ხო, ავიაცია, როდესაც შეიქმნა თავიდან ეს კომერციული ავიაცია დაიწყო, ეს იყო რაღაცა იმ დიდრების, დიდარი ფენისთვის მხოლოდ იყო ხელმისაწვდომი, ლებოდა მხოლოდ ერთეულებისთვის ისეთ სიკეთეთ, რომელიც მხოლოდ მათთვის იყო შესაძლებელი. როდესაც დღევანდელ დღეს ეს არის მოთხოვნილება ყველასთვის და რაც უფრო წარმატებულია და მდიდარია ქვეყანა და მისი მოსახლეობა, ხო, ანუ ეს ავიაციიდან მიღებადი სიკეთეები და მოთხოვნა ავიაციას გასცემით უფრო დიდი არის. იმიტომ რომ ხარ ბევრად უფრო დამოკიდებული და გინდა უფრო მეტი მოგზაურობა, ხო, რაც გინდა სუფთა ტურისტული კუთხით, ისე როგორც სუფთა საჭიროებების მხრივ, იმიტომ რომ უფრო მეტი პროდუქტები ჩამოდის შენთან, უფრო მეტი სერვისები ჩამოდის შენთან, უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიები ჩამოდიან შენთან, რაც ყველაფერი საბოლოოდ არის ეს გლობალიზაციასთან დაკავშირებული და ანუ იდეაში ეს ავიაცია უკანასკნელი კომერციული ავიაცია უკანასკნელი 60-70 წლის განმავლობაში გახდა როგორც ამ გლობალიზაციის ხერხემალი მსოფლიო მასშტაბით. ვირაგლი სულ მაინტერესებს და შენგან მინდა რომ პასუხი მივიღო ესეთი ახლა ვკითხავდი იმ ChatGPT-ს და რაღაცებს, მაგრამ მაინც ადამიანური პასუხი მაინტერესებს. რა მოგება აქვს კომპანიას, რომელსაც ამხელა თვითფრინავის მოვლა ჭირდება, ამდენი საწვავის დაწვა ჭირდება, ამდენი ადამიანის ჩართულობა, რომ შენ ერთი კაცი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდე კომფორტულად, რომ ასეთი დაბალ ფასიან
ბილეთებს ყიდის ხო რაღაცა ხა კონცერტებზე მე მაგალითად აქ რო ჩამოდის ვიღაც კარ კონცერტზე ორჯერ უფრო მეც ვიხდი ხოლმე ვიდრე ვთქვათ სიცილიაში გაფრენაზე. კი. ეგ არის მოკლედ ერთ-ერთი ავიაციის მითი, რომელსაც მოდი ჩვენ შევეცადოთ, რომ ეხლა ავხსნათ, რომ აი ხალხს ასე ვთქვათ ფართო წარმოდგენა არის იმაზე, რომ ავიაკომპანია თუ არის low cost-ი და ბილეთები არის იაფი, არის რომ არის რაღაცა ან საფრთხის შემცვლელი, ან რაღაცა საწვავს არ ასხავენ, ან რაღაცა ძალიან ძველი თვითმფრინავები არის, ან რაღაც. რაც არის აბსოლუტურად პირიქით რა, ამიტომ აი ხა გაგაწყვეტინებ ჩვენთან ხო Airbus-ის ქარხანა უზარმაზარი და აქედან ნახევარი ვიზეირის თვითმფრინავები და Eurowings-ის და იმის და შეკვეთილი ხო ნახევრად შეღებილები და ეს ასე რომ ახალ ცინცხალი თვითმფრინავები ყავთ უფასო რეკლამას უკეთებ, მაგრამ ხალხს შენ სადაც ცხოვრობ, ეგ არის ერთ-ერთი მთავარი Airbus-ის ქარხანა, სადაც ხდება ანუ საბოლოო აწყობა თვითმფრინავების, ხო? მე მაქვს ერთი ვიდეო ამ თემაზე და შენ თუ არ გინახავ, შენც ნახე და ჩემმა მაყურებლებმაც ნახონ აუცილებლად. ან გიორგი, ჩემი რინას ბიჭი მუშაობდა Airbus-ის ქარხანაში და ყოველწლიურად ერთი კვირა არის ოჯახის წევრებისთვის, რომ დაათვალიერო თვითონ ეს პროცესი ყველაფერი და რა თქმა უნდა მე კამერა შევიტანე გადავიღე იქ სადაც არ შეიძლება და იქაც გადავიღე. ხომ და ეს არის რაღაცა კოლოსალური ზომის ქალაქია და ირაკლი არ ვიცი ნახარ თუ არა ნამყოფი ხო ქალაქია რომელიც ხო ნუ იქ თავის სასტუმროებით საბავშვო ბაღებით რა ვიცი ყველაფრით ხო ძალიან მაგაზე გეტყვი უბრალოდ აი ეს თვითმფრინავების ისა ხო ანუ აი მართლა შენ სადაც ცხოვრობ არის ერთ-ერთი მთავარი ეს არის Airbus-ის ჰაბი არის სადაც ხდება საბოლოო აწყობა თვითმფრინავების ანუ წარმოადგენა ხო არის ის არის რომ ანუ ეს Airbus-ი და Boeing-ი რომელიც არის ორი მთავარი წარმოებელი თვითმფრინავების ხუთები ხალხს გონია რომ ეს არის რაღაც ერთი ქარხანა სადაც ეს ყველაფერი მზადდება და იწყობა და რაღაც ეს არის გლობალური ასე ვთქვათ მიწოდების ჯაჭვის მუშაობა ერთი თვითმფრინავის აწყობაზე რომელიც ახლა მან ჰამბურგში შენთან სამეზობლოში საბოლოოდ ეწყობა დაახლოებით 500-ზე მეტი კომპანიის კომპონენტი არის წარმოდგენილი რომელიც 100-ზე მეტი ქალაქიდან 20 სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი ანუ წარმოიდგინე რამხელა ვის არის ლოჯისტიკური ჯაჭვი ეს ამ ყველაფრის შექმნა მიწოდება და ასე შემდეგ რომ საბოლოო ჯამში ერთი თვითმფრინავი აიწყოს რომელიც საბოლოოდ მაგალითად Airbus 320-321-ები იწყობა მათ ჰამბურგში ხო ასეთ რომ ძალიან საინტერესო არის და დღევანდელი ეს მოვლენები ხო ეს რაღაცა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ტრამპი როჯივიდან ისვრის რაღაცა ტარიფი ეს ასე შემდეგ ამხელა გავლენას ახდენს ამ მიწოდების ჯაჭვზე რა იმიტომ რომ ეს არის რა ვიცი იაპონიიდან დაწყებული მალაიზია და 20-ზე მეტი ქვეყანა არის ფაქტიურად ამ იმაში ამ ჩართული რომ ერთი თვითმფრინავი საბოლოოდ აეწყოს და ეს თვითმფრინავი იყოს უსაფრთხო და ხო ამაზე მე ცალკე ვისაუბრებ მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ ხო რაც შეეხება low cost-ებს ხო ანუ და ამ იმას business model-ს ამ low cost-ების ანუ პირიქით არის ეს ყველაფერი რა ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც პირველ რიგში ხო ეს low cost-ები ანუ მე მაქვს იმის ფუფუნება რომ მე მუშავა როგორც ისეთ ერთ-ერთ ევროპაში და არა მარტო ევროპაში სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წამყვან low cost ავიაკომპანიაში როგორც არის Wizz Air ასევე დღევანდელ დღეს მუშაობ სხვა ავიაკომპანიებში რომელიც არის უფრო ასე ვთქვათ ეს legacy სრული სერვისის ავიაკომპანიებს რომელსაც ეძახიან ხო და ანუ მაქვს ასევე შეხება მქონია ორივეს ბიზნეს მოდელთან. ანუ low cost-ები არის როგორ ხდება რომ ისინი არიან ბევრად უფრო ასე ვთქვათ როგორ ახერხებან რომ მათი ბილეთები უფრო იყოს ვთქვათ შედარებით ხელმისაწვდომი. ეს არის ბიზნეს მოდელის რამოდენიმე კომპონენტი რაც ახდენს განსხვავებას. პირველი არის ის რომ თვითმფრინავების უტილიზაცია, ანუ რას ვამბობთ, რომ low cost-ებს თავიანთ ფლოტში მხოლოდ ყავთ ერთი ტიპის თვითმფრინავები, როგორც ეს. მაგალითად, Ryanair-ს ყავს მხოლოდ Boeing 737-ები. Wizz Air-ს ყავს მხოლოდ Airbus 320-321, რომელიც ერთი ოჯახის თვითმფრინავია.
ანუ პირველი ხო ეს არის რაზე ახდენს გავლენას. ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ ამ თვითმფრინავის მომსახურების ხარჯები, რაც მათ ჭირდებათ, ხო, ანუ ინჟინერი, ძრავის შემოწმება, ასე შემდეგ, ხო, რაღაცა. ანუ ყავთ ერთი მიმართულების მხოლოდ ყავთ, სპეციალიზირებული მხოლოდ ერთ რაღაცაზე. მეორე არის ის, რომ მათი თვითმფრინავები არის ახალი, ანუ ბევრად უფრო ახალი, ვიდრე სხვა, ასე ვთქვათ, დიდი ავიაკომპანიების, რომლებიც არიან network ავიაკომპანიები, რომლებიც ასე ვთქვათ, hub-ის სისტემიდან მუშაობენ. ხო, არ ვიცი, იგივე ვთქვათ, Lufthansa გერმანიაში. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თვითმფრინავს ისინი, როდესაც იღებენ თვითმფრინავებს, მაგაშიც სხვათა შორის ან ის არის სუფთა ფინანსურად ძალიან მომგებიანი არის, როგორ რომ მიდიან ეს თავისი ინვესტორები, ვინც არიან ამ ავიაკომპანიების უკან, მიდიან Airbus-თან, მაგალითად ეუბნებიან, რომ ჩვენ ვიყიდით Airbus-ისგან 500 თვითმფრინავს. ხო, ეს არის რაღაცა მილიარდი დოლარის ის არის, რა ქვია, ხო? გარიგება. გარიგება. რას აკეთებენ? ამ თვითმფრინავებს ყიდულობენ და ყიდიან ავტომატურად უკვე სალიზინგო კომპანიებზე, რუსეთები როგორც არის თქვათ, აი აზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ირლანდიაში, ასე შემდეგ. და ამ სალიზინგო კომპანიებიდან უკან იღებენ ლიზინგით თქვათ პირველი 10 წელი ამ თვითმფრინავებს. ანუ პირამით რას აკეთებენ, ხო? ანუ რომ თვითონ აქვს საშუალება, რომ გააკეთონ, ამ წამოიყვანონ ამდენი თვითმფრინავი Airbus-ისგან და რა თქმა უნდა, ხო, ანუ 500 თვითმფრინავს როცა ყიდულობ შენი ფასი არის ვიდრე მე რომ მივიდე და მინდა ერთი თვითმფრინავი უთხრა. შემდეგ უკვე აკეთებენ ამ თვითმფრინავების გადაყიდვას იმ ისეთ კომპანიებზე, ვისაც თქვათ არა აქვს შესაძლებლობა, რომ ესე მივიდნენ და პირდაპირ წამოიყვანონ თვითმფრინავები Airbus-იდან და Boeing-იდან. და თვითმფრინავს შემდეგ თვითონ ამ კომპანიებისგან ლიზინგით რო უკან იღებენ, ამ თვითმფრინავის გამოიყენებენ თვითმფრინავის ცხოვრების პირველ წელიწადში, როდესაც დანახარჯი მის შენახვაზე, მის რემონტი არ ჭირდება იმდენი და ხო. ტექნიკურ მომსახურებაზე არის მინიმალური და ეს თვითმფრინავები როგორც კი აღწევენ რაღაც ისეთ ასაკს, როდესაც უკვე ხო ხდები, ანუ სუფთა სვეტიდან გამომდინარე ჭირდებათ უკვე სერიოზული ინვესტიციები და ასე შემდეგ მათ შენახვაზე. ანუ ამ დროს უკვე ისინი ამ თვითმფრინავებს ცდილობენ, რომ აღარ მოიხმარონ. მესამე რა არის, ხო, ანუ ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაფრინავენ, ხო, ანუ იდეალური არის, რომ იფრინონ შენს რაღაცა 2-3 საათის მანძილზე. რატო? იმიტომ რომ ანუ მე ბილეთს ყიდი ფიზიკურად, მოცულობის თამაშს თამაშობენ ესენი. ანუ მაგალითად, არ ვიცი, დუბაიდან რომ იფრინავ ავსტრალიაში, ხო, მაგალითად 15 საათი რომ უნდა იფრინო ერთი გზა. ხო, ჰამბურგიდან მაგალითად ამ 15 საათში შეუძლია საბოლოოდ რომ სამი მიმართულებით გაფრინდეს, მოფრინდეს, ხო? ანუ ქმნიან მოცულობას, მაღალ უტილიზაციას უკეთებენ საკუთარ თვითმფრინავებს. მეოთხე რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისინი დაფრინავენ, ხო, აი ქუთაისის მაგალითზე ვაპარაკობდით, მეორად აეროპორტებში, სადაც მათ აქვთ ბევრად უძირთად, მეორად აეროპორტებში, რეგიონულ აეროპორტებში, სადაც მათ აქვთ ბევრად უკეთესი კომერციული პირობები. მაგიტომაც ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ზეგავლენა ამ რეგიონალურ ეკონომიკებზე არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ლონდონ ჰითროუში მაგალითად ან მიუნხენში ან ფრანკფურტში ან low-cost-ებს არ ესაქმებათ დიდად, იმიტომ რომ ისინი ისედაც უკვე ხო ხდები British Airways, Lufthansa, ანუ იმდენად განვითარებულები არიან. მე ისეთი ზვირია იქ ფრენა და ასე შემდეგ, რომ ანუ მარტო აეროპორტის მოსაკრებლებში თუ გიწევთ შენ $100 გადახდა, ანუ იაფიან ბილეთს იაფად ფიზიკურად ვერ გაყიდო. ანუ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კიდე ის არის, რომ შეხედო, თქვათ იგივე რო აიღო, არ ვიცი, Lufthansa-ს 321 თვითმფრინავი და აიღო იგივე Wizz Air-ის იგივე ტიპის 321 თვითმფრინავი. Lufthansa-ს შეგნით ექნება ალბათ ერთი 160 სკამი, იმიტომ რომ იქ ბიზნეს კლასი არის, იქ რაღაცა მეტი მანძილი არის, იქ რაღაცა სკამში იყოს კომფორტული თუ რაღაცა რაც იწევს რომ ანუ ფიზიკურად ანუ ამდენი სკამის ჩატევა ხდება. როდესაც Wizz Air-ში არის მხოლოდ ერთი კლასი და იგივე ტიპის თვითმფრინავში თუ Lufthansa ყიდეს მხოლოდ 160 ბილეთს, მაგალითად Wizz Air-ი
იგივე თვითმფრინავშიდან იგივე რეისზეც შეიძლება იგივე მიმართულებაზე ყიდეს 230 ბილეთს. ხო? ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ მე შემიძლია ჩემი 230 ბილეთი უფრო ნაკლებად გავყიდო. ხო, და გავათანაბრო. ხო. და ანუ რა თქმა უნდა ბოლოს ის არის, რომ ანუ კი, რა თქმა უნდა, როცა ხარ გამოცდილი მგზავრი და იცი თქვათ, რომ წინასწარ როგორ უნდა აიღო ბილეთი, რაც უფრო წინასწარ იღებ ბილეთს, უფრო იაფი არის, იმიტომ რომ ეგ ერთ-ერთი კიდე განსხვავება არის, რაც უფრო ადრე იღებ ბილეთს, უფრო იაფი არის ფასი და რაც უფრო ანუ ბოლო წამს იღებ ბილეთს. რაც უფრო ახლოვდები შეიძლება, არ ვიცი, იმაზე, Lufthansa-ზე მეტი გადაიხადო, იმიტომ რომ ანუ რაც უფრო ცოტა არის ბილეთი დარჩენა, ანუ უყურებენ მოთხოვნა მიწოდების იმას, რა ქვია, როგორ მიდის და შესაბამისად ეს ბევრად უფრო დინამიური არის მათი ფასების სტრატეგია, ვიდრე Lufthansa-ს შემთხვევაში, როდესაც ერთი ფასი უჭირავს, მას არ აქვს მნიშვნელობა 6 თვით ადრე იყიდი თუ 1 თვით ადრე. ეს არის ძირითადი პრაქტიკულ რაღაცებს ყვები ხებ ჩვენ რაც გამოგვადგება მოგზაურობისას, ხო? low cost-ებზე ეგრეა, რომ რაც უფრო ადრე იყიდი ბილეთს და რაც უფრო წინასწარ დაგეგმავ, ასე ვთქვათ, უფრო ხელმისაწვდომი არის როგორც წესი ეს ბილეთები. და ირაკლი, მე მგონი კიდე ბარგშიც იგებენ, იმიტომ რომ საკმარისია შენ 20 კილოგრამიანი თუ 22 კილოგრამიანი ბარგი დაამატო და ეგრევე low cost-ერი ხდება, ჩვეულებრივი cost-ერი, ასე რომ ეგ არის, ეს არის, რა ქვია, Ryanair-ის CEO პრეზიდენტი ვინც არის, ეს ოლერი, საინტერესო ის არის, ტიპაჟი არის, მაგას აქვს ნათქვამი. ეს ირლანდია, ხო მე? ირლანდია. კი, ირლანდია. საინტერესო ის აქვს ნათქვამი, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ, რაც შეიძლება ნაკლებად გააკეთონ თვითონ ბილეთი, რომ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ სხვა ავიაკომპანიებთან. რაც შეიძლება მეტი ფული შეოვონ ან დამატებითი პროდუქტებიდან, ხო, ესე როგორც არის, არ ვიცი, ბარგი, საჭმელი, რაღაც არ ვიცი, დამატებითი სერვისები აეროპორტში ასე შემდეგ, რომ ან მას აქვს ნათქვამი, რომ ან ჩემი მიზანი არისო, რომ საერთოდ ბილეთები 1 ევროთ გავყიდო და დამატებით ეს შემოსავალი ყველაფერი იყოს ამ კონვერტინგ გზავრი მოვიყვანო, ანუ შენ იყოს, თქვა, ჩემი გზავრი. და დანარჩენი ფული გავაკეთო უკვე იქ სხვა რაღაცებში, შენ სხვა ავიაკომპანიაზე არც იფიქრო, რომ იყო ანუ მუდმივად ჩემი კლიენტი, იმიტომ ფაქტიურად უფასოდ გაძლევ ბილეთს, ან ძალიან დაბალ ფასად გაძლევ ბილეთს, მაგრამ შემდეგ დამატებით ამ სერვისებში და რაღაცებში გავაკეთო ფული. რო შეხედო აი ამ წარმატებული ევროპული ავიაკომპანიების ან ამერიკული ავიაკომპანიების ფინანსურ, ასე ვთქვათ, წიგნებს, ხო, დაახლოებით 40%-ზე მეტი შემთხვევაში ამ თითქმის 50-50-ზე არის შემოსავალი ბილეთებიდან და სხვა დანარჩენი სერვისებიდან, რაც არის ძალიან მაგარი რაღაცა, რა. ისე პრინციპში მე ხა ვიფიქრე, აი თქვა იგივე ქუთაისისთვის. ბევრი სასტუმროა, ხო, უამრავი სასტუმროა, მაგალითად ქუთაისში უამრავი რესტორანია, უამრავი კაფეა, ხო, რესტორნები და კაფეები ყოველთვის იყო უგემრიელიც საჭმელები და აი მაგალითად ყველამ რო რაღაცა ცოტა ფული დადონ და გადაუხადონ, თქვა ამ low cost-ერებს, რომ და იმათ დაუკლონ ფასი, რომ ქუთაისში მეტი ხალხი ჩავიდეს მაგალითად. იმდენად დაბალი ფასი იყოს, რომ მოდი რა მაიორკაზე გავფრინდე, აგერ ქუთაისში გავფრინდები 10 ევროთ მაგალითად. ეგ არის ძალიან მიღებული რაღაცა, მართალი გითხრა, ანუ ის რა ქვია, ანუ არის სპეციალური ფონდები არის, იქნება, აი ზუსტად იმის გამო, რასაც მომოდეთ წერან, რომ ეს low cost-ები ფაქტიურად აღვიძებენ და ახალ სიცოცხლეს ქმნიან რეგიონალურ სხვადასხვა რეგიონებში, ხო, ან ფაქტიურად შეუძლიათ, რომ შექმნან ახალი მიმართულებები, ტურისტები ჩამოიყვანონ, რაც აცოცხლებს რესტორნებს, სასტუმროებს, გასართობ ცენტრებს, მუზეუმებს და ასე შემდეგ. ხო, და შესაბამისად, ეგ მართლა არსებობს, რომ არის ევროპაში მაგალითად არის, ხო, ანუ უამრავ ქალაქში და ამ რეგიონებში მით უმეტეს, ხო, მე მაქვს პირადად გამოცდილება ძალიან ბევრ რეგიონალურ მთავრობებთან მოლაპარაკებები გაკეთებული იმისი, რომ ესპანეთში მაგალითად, ხო, ანუ ახლა ესპანეთი ხო ითვლება, რომ ძალიან განვითარებული ტურისტული მიმართულება არის, მაგრამ მაგის და მიუხედავად, ხო, რაღაცა ბარსელონას და იმის, რა ქვია, მადრიდის და ვალენსიის გარდა, ანუ ეს რეგიონები ხდებიან, რომ არიან დამოკიდებულები ზუსტად ამ ტურიზმზე და ჭირდებათ ესეთი იაფიანი ფრენები. შესაბამისად ეს ბორდები, ეს ტურიზმის სააგენტოები და ასე შემდეგ ზუსტად მაგას აკეთებენ, რომ ინვესტიციებს აკეთებენ
რომ განვითარდეს ესეთი მიმართულებები, რომ ხელი შეუწყონ, რომ იყოს დაბალი მოსაკრებლები აეროპორტში, რომ იყოს რაღაცა მარკეტინგული კამპანიები, იმას ავიაკომპანიების ახალ მიმართულებების განვითარებას, რომ ზუსტად მაგ ბიზნესის გამო რომ შემოვიდნენ და პული იქ დახარჯონ მე იმ ტურისტებმა. ხო, იმიტომ რომ მართლაც არ ვიცი, ხა ჩემთვის მაგალითად თვითმფრინავი არის რაღაცა მისტიკასთანაც არის დაკავშირებული და ყველა რაღაც რიტუალი არის ჩემთვის მაგალითად მე მაქვს ერთი მუსიკა რომელსაც აფრენის მომენტში უსმენ ეს მამაშენის საყვარელი ჯგუფი არის Deep Purple-ის Speed King-ი რომელიც ეს უკვე აი რამდენი არ ვიცი მე რამდენი ძალიან ბევრი მაქვს აფრენი ეს აფრენის მომენტში ეს არის ჩემთვის აფრენის მომენტი არის როდესაც კრიფავს ამ სიჩქარეს და ამ კოლოსალურ ძალასთან და მასასთან გაქვს საქმე და მე ამ უცებ ფრინდება ეს რაღაცა რომელიც არ უნდა დაფრინავდეს ესეთი სიმძიმეა და რაღაც საოცრება ის აი ყველაფერი ეს ერთად აღებული ხა ის რომ გააფრინდნენ ის რაიტები პირველად კაი გასაგებია რაღაც 50 მეტრზე იქნეს მაგრამ აი ხა ის ამელია ერხარტები და რაღაც ეს კატეგორია 20-იან წლებში ატლანტიკის გადაფრენებს საკეთებდნენ და პარალელურად მე არ მაქვს არანაირი განცდა შიშის რატომღაც. ითვლება რომ თვითმფრინავი არის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, ხო? აი რით არის ეს გამოწვეული თვითონ? კი, ეგ არის შემდეგი მითი ავიაციაზე, რომელიც შეგვიძლია რომ კარგად განვიხილოთ ახლა. რო ანუ ავიაციის უსაფრთხოება ზოგადად რა. რო ანუ ხვდებით ხევანდელ სამყაროში მიქიდან გამომდინარე რომ ეს რაღაც სოციალური მედია, ნიუსები, რაღაცა ეს ერთი რაღაცა მოხდება და იმ წამში მთელი მსოფლიო მაგაზე ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე ჩდება განცდა რომ ავიაცია არ არის ისეთი უსაფრთხო, ან აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორც ადრე იყო. და ასე შემდეგ რაღაცა Boeing-ი უფრო არა უსაფრთხო. ანუ ეს ყველაფერი არის მითი, რაც ციფრები ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე რა და ავიაცია ნამდვილად არის და დღემდე არის და იმედია იქნება ყოველთვის ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო მეთოდი. რო შევხედოთ ხო ისტორიას რო შევხედოთ, აი 1920-ან 30-იან წლებში, როდესაც ეს პირველი რაღაცა წამოწყება იყო ამ კომერციული ავიაციის და ასე შემდეგ, ანუ ერთი ფატალური ინციდენტი დაახლოებით ხდებოდა ყოველ 1000 ფრენაზე. ძალიან ცოტა მაინც. ძალიან, ხო, თუმცა შეხედე ან როგორ ვითარდება. იმ პერიოდისთვის ვამბობ მე ხა როცა იმ პერიოდისთვის. ხო, ანუ მე 50-იან, 70-იან წლებში ეს ჩამოვიდა უკვე ერთი ფატალური შემთხვევა 200,000 ფრენაზე. ხო? და 70-იან 80-იან წლებში ეს კიდევ უფრო შემცირდა და ჩამოვიდა ერთი ფატალური შემთხვევა, სადღაცა მილიონ ფრენაზე ჩამოვიდა. რო შეხედო ხო უკვე 90-იანი წლებიდან და 2000-იანი წლებიდან ხო რაც არის ხო აი თქვათ თუნდაც 2023 წლის სტატისტიკას უყურებთ ზუსტად დღეს დილით რომ გველაპარაკა ამ თემაზე რომ არის ერთი ფატალური შემთხვევა დაახლოებით 30 მილიონ ფრენაზე. იქ რაღაცა турბულენტობა იყო გამოწვეული მეხი დაეცა თვითმფრინავს ერთ-ერთი ძრავი გაფუჭდა და მოუწია დაჯდომა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი აჩენს იმის განცდას, რომ ყველა შემთხვევა არის ფატალური, რომ ყველაფერი ფატალობით თავდება, რაც აბსოლუტურად არ არის მართალი რა. ანუ რეალურად პროცენტულად რო შეხედო იმის შანსი, რომ შენს რეის რაღაცა მოუვიდეს, არის 0.003%. ფრინველი შეფრინდა ხო, რაც საკმაოდ ხშირი არის და ასე შემდეგ. და რა იწვევს ამ იმას, ხო, ანუ რა იწვევს ამ ყველაფრის გამართვას, ისე რომ ეს თან არ დაგვავიწყდეს ისიც რომ თვითონ ფრენების მოცულობა რაოდენობა იზრდება ხო იმიტომ რომ სოფლიო რაც უფრო ვითარდება რაც უფრო გლობალური ხდება ხო რაც უფრო ზრდა ხდება ამ მიმართულებით ფლაი რადარს რო დახედო რაღაცა საოცრება ხდება ესე და მე უფრო მეც გეტყვი ხო ანუ 2054 წლისთვის ანუ ეს არის Airbus-ის და Boeing-ის ასე ვთქვათ ოფიციალური ინფორმაცია
ანუ ისინი ელოდებიან, რომ ორჯერ მეტი თვითმფრინავი იქნება მსოფლიოში ვიდრე დღეს, ხო? ანუ იმის და მიუხედავად, რომ ამხელა წარმოება უმეტეს, ამხელა ინდუსტრია არის და ზოგადად ამ ტრენების ოდენობა იზრდება მსოფლიოში, ანუ პროცენტულად ამისი სტატისტიკა იმისი, რომ რაღაც ფატალური შემთხვევები ხდება, უფრო და უფრო მცირდება, ხო? ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ პირიქით უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ავიაცია, როგორც ტრანსპორტი და რა განაპირობებს ამას არის ძალიან მნიშვნელოვანი. განაპირობებს ეს, რომ რამდენი აი ესეთი ფატალური დიდი ავიაკატასტროფა ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის თავდება იმითი, რომ ხდება რაღაცა ახალი რეგულაციის, ახალი ტექნოლოგიის რაღაცის დამატება, რაც გამორიცხავს იმას, რომ საომავლოდ იგივე განმეორდეს. ამისი ბევრი მაგალითი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, აი უკანასკნელი თქვათ ავიაკატასტროფების ისტორიას რო გადავხედოთ, ხო? თუნდაც 11 სექტემბრის ამერიკაში ტერორისტული ამდენი რამე შეიცვალა, აი იმავე დღეს, ხო. აეროპორტებში უსაფრთხოების დონე არის აბსოლუტურად სხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვიდრე იყო ეს 11 სექტემბრამდე. ხო, მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი 2014 წელს უკრაინის თავზე ჩამოაგდეს. ხო, ანუ სრულიად მოხდა გადახედვა კონფლიქტური ტერიტორიების თავზე საჰაერო სივრცეების გამოყენებასთან დაკავშირებით. 70-იან წლებში შეგაწყვეტილი 70-იან წლებში ბათუმიდან მოხდა თვითმფრინავის გატაცება. ბრაზინსკასები იყვნენ ესეთი მამაშვილი, გაიტაცეს მათ A24 იყო ესეთი. და მაშინ მოკლეს სტიუარდესა მოკლეს, დაჭრეს ეკიპაჟის წევრები და გადავიდნენ თურქეთში და ზღვაში შორის მე კანადაში ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ. მანამდე, აი ამ შემთხვევამდე, ხო, ეხლა მე მამასთან ერთად ხშირად დავფრინავდი ხოლმე ხარკოვში და ლენინგრადში, იმდროინდელ ლენინგრადში მისი დისერტაციების დავყვებოდი ხოლმე პატარა რო ვიყავი და იცნობდა, ეხლა ბათუმიდან დავფრინავდით და აი ბათუმური ეკიპაჟები იყო ხოლმე ძირითადად და ავტოპილოტს ჩართავდნენ, დამსვამდნენ ხოლმე და ვატრიალებდნენ შტურვალს და მოკლედ ხო და ის თქვა მინდა რომ ღია იყო მანამდე პილოტთან შესვლა შეგეძლო. ამის მერე ეს პილოტის კარი უკვე ჩაირაზა და ყოველთვის უკან იჯდა ერთი კაცი შეიარაღებული, აი ამ შემთხვევაში, ანუ ერთი შემთხვევა მოხდა და მომენტალურად აი საბჭოთა ავიაციაშიც კი ძალიან სწრაფად შეიცვალა სიტუაცია, იმიტომ რომ ხო მე უკვე გახსოვს შენ ხა ის თვითმფრინავის ბიჭების ამბები და რაღაცები იყო, მე გატაცებები მოხდა კი ხდებოდა უпроსორად ცდელობები იყო, მაგრამ როგორც წესი ფატალურად თავდებოდა. მე ერთი დიდი ვიდეოც მაქვს გაკეთებული მაგაზე, ავეჩკინები იყვნენ, ასეთი ოჯახი იყო, იცი ალბათ ხო? ხო, ნუ მოკლედ ხო და ამის თქმა მინდა რომ ხო და არის ძალიან კარგი სერიალი, ნუ ეს ალბათ ჩემს უკეთესად შენიცი, BBC-ს არის თუ National Geographic-ის აღარ მახსოვს, ავიაკატასტროფების გამოძიება და იქ არის როგორ ადგენენ აი ბოლტამდე სად იყო შეცდომა დაშვებული ტექნიკური თუ თქვა იგივე პილოტის და ეს რა თქმა უნდა ხო ზრდის ამ ყველაფერს ამ უსაფრთხოებას ფაქტია. კი, ან ზუსტად მაგაზე, ხო, ანუ მე ანუ მოკლედ როცა გადავწყვიტე რომ ავიაციისთვის დარჩენილი ავიაციაში და მიმეწვნა თქვა ჩემი კარიერა ამ სფეროსთვის. მე ავსტრიაში ვისწავლე 2 წელი ვსწავლობდი ავსტრიაში, სადაც ზუსტად ავიაციის მიმართულებით იყო ეს სწავლა რა, ანუ ბიზნესის ადმინისტრირება იყო ავიაციაში, სადაც 1 წელი იყო ჩვეულებრივი საგნები, მენეჯმენტის საგნები, მეორე წელი იყო ავიაციის სხვადასხვა ასე ვთქვათ სფეროების შესწავლა. ერთ-ერთი იყო ზუსტად ეგ, რომ თვითმფრინავების კატასტროფები და მათი გამოძიება და ზუსტად რა შედეგები მოყვება შემდეგ ამ კატასტროფების გამოძიებას. ერთ-ერთი кейსი ასე ვთქვათ, რომელსაც ეს დეტალურად გვასწავლეს და მთელი მოდულირებები იყო მე და ასე შემდეგ. იქ იყო კონკორდის შემთხვევა 2000 წელს შარლ დე გოლიდან აფრენილი თქვათ ეს თვითმფრინავი რო აფეთქდა
და ჩამოვარდა ხო და ფაქტურად მაგან გადაწყვიტა კონკორდის ბედი მე საბოლოოდ მე ზოგადად ეს ულტრასონიკის თვითმფრინავების ბედი და ასე თქვათ მაგან გადაწყვიტა მაგის მერე ძალიან მალევე ასე თქვათ გაჩერდა ეგ ფრენები მაგრამ რამ გამოიწვია რა და ანუ როგორ იყო ეს რაღაცა ჯაჭვი ამ რაღაცა მოვლენების რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე რომ მოხდა ავიაკატასტროფა და ძალიან საინტერესო ის არის რომ აი ამ ავიაკატასტროფების ისტორიას რომ გადავხედოთ და შევხედოთ ხო აი თუნდაც აი ამ პატარა პროცენტშიც კი ძალიან პატარა იმაშიც როცა შეიძლება ეს ფატალური რაღაცები მოხდეს უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის არის ადამიანური ფაქტორი ხო არ რკინის ხო ადამიანური ფაქტორი ანუ ეს ადამიანური ფაქტორი შესაბამისად ყოველ ჯერზე როდესაც ხდება ესეთი რაღაცა და ამის ანალიზება ხდება ან დამატებითი მით უმეტეს დღევანდელ დღეს ტექნოლოგიების პროცესების დანერგვით და იმპლემენტაციით ხო ხდება იმისი გამორიცხვა რომ ესეთი რაღაცები მეორეჯერ აღარ მოხდეს აღარ გამეორდეს ასე შემდეგ ხო ბოლოს შემთხვევას რომ ძალიან სწორეს ამბობ შენ იმას რომ იმდენი ხანი ჭირდება მე ამის გამოძიებას და ისე დეტალურად ხდება ამის შესწავლა და გამოძიება აი მართლა ნებისმიერ ბოლო ჭანჭიკამდე იციან რომ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ბოლო ის იყო ესეთ დიდი შემთხვევა იყო წელს Air India's Hyderabad-დან იყო მგონი თუ არ ვცდები რომ აფრინდა და მალევე იქვე დაეცა ხო? იქვე ჩამოვარდა ზუსტად შორის ზუსტად ერთი კვირით ადრე არც კი ზუსტად Air India's იგივე ტიპის თვითმფრინავით 7-8-7-ით ვიფრინე დელიდან მუმბაიში ზუსტად იგივე თვითმფრინავით ნიკადა მანას არ უთხრა თუ არ უყურებდა ზუსტად ეგ არის და ეს ამერიკოს მეუბნება და სულ მეუბნება აი რა იმითი მიფრინა რაღაცა რომ ესე იყოს ხომ და ანუ ვერ განსაზღვრო მაგითი რა და ზუსტად ის არის რომ ამ შემთხვევაშიც ხო კი ეხა კიდე თვეები დაჭირდება ამის საბოლოოდ რეპორტის მომზადებას და დადებას შეიძლება წლების დაჭირდეს ამ ინდოეთზე ხო ინდოეთზე ხო მაგრამ პირველადი ინდიკაციები რაც არის ამ შავი ყუთის გაშიფვრის მერე რომ რა მოხდა აი საწვავის მიწოდება საწვავის მიწოდების ასე ვთქვათ ჩამრთავი იმისთვის ძრავებისთვის სავარაუდოდ იყო არასწორად დროს არასწორად გამორთული რომელიღაცა პილოტის მიერ კიდევ ერთხელ საბოლოო ჯამში გაირკვევა დაიდება ამას რეპორტი მაგრამ პირველადი ინდიკაცია არის იმაზეც რომ რაღაცა აი ესე ადამიანური ფაქტორია კვლავ ფაქტორთან არის ხო იმიტომ რომ ფაქტურად ეს თვითმფრინავი აფრინდა და თითქოს დაჯდომა დაიწყო ეგრევე ხო რაღაცები არც გადაყირებულა არც აფეთქებულა არაფერი აფრინდა და დაიწყო დაჯდომა ეგრევე ამონ დაჯდა უკვე იმიტომ რომ თან ხო ხდები ამ ეგრევე ისიც რა ანუ დამის ფაქტორებიც ხო ანუ ეს თვითმფრინავი როდესაც არის არ ვიცი 32 თუ 36,000 ფუტის სიმაღლეზე ხო ანუ თუ რაღაცა მოხდა ისეთი რომ ორივე ძრავი გამოეთიშა პირველ რიგში ხო თუ თვითმფრინავს აქვს ორი ძრავი ამ თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია ერთ ძრავზეც ასე ვთქვათ გააგრძელოს ფენა თუმცა თუ ერთ ძრავს ექნება პრობლემა რა თქმა უნდა ავტომატურად ირთვება ეს რაღაცა emergency სიტუაცია რომ სადღაცა უახლოეს თვითმფრინავში დაჭერა საჰაერო ტრასები ისე არის დაგეგმილი და ნებისმიერი ავიაკომპანია ხო ისე დაფრინავს ოკეანის თავზე მაგიტო არის რომ შეხება ხო თქვა ევროპიდან ამერიკაში ეს ფრენები ესე რომ მედის ყველაფერი ზუსტად იმიტომ არის რომ მაქსიმალურად ახლოს იყო და რაღაცა ალტერნატიულ აეროპორტთან რომ რაღაცა ესეთ დროს მოხდეს დაშვება და იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივე ძრავი შეიძლება გამოეთიშოს თვითმფრინავს შეუძლია რომ დაახლოებით ხო რაღაცა 150-ან მეტი კილომეტრის მანძილზე შეუძლია რომ თქვა ეს რაღაც გლაიდინგის იმითი დაეშვა სადღაცა ხო აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი და რა განაპირობებს ხო ამას რომ იმდენად რეგულირებული სფერო არის იმდენად ზოგადად ავიაცია და ეს თვითმფრინავები და ზუსტად ეგ განაპირობებს იმას რომ არის ყველაზე უსაფრთხო ინდუსტრია მთელს მსოფლიოში საოცარი ტრანსპორტია და მე მგონი ყველაზე არ ვიცი ახლა როგორ იქნება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ალბათ შეიცვლება თვითონ ძრავების ამბავში ხა რამდენ ხანს უნდა იყოს ავიაციური
კეროსინია, ხო, ეგ ნავთია, ხო, და ბენზინზე არ დაფრინავს, ხო, ნავთზე დაფრინავს ფინავები, ხო. ეგ არის დღევანდელი ავიაკომპანიებისთვის და ავიაციისთვის არის ზოგადად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ როგორ გახდნენ უფრო მდგრადები რა. ამ იმაზე, რა ქვია, ამ მდგრადობაზე ლაპარაკი მიდის უკვე ძალიან დიდი ხანი არის და წელს არის სხვათა შორის პირველი წელი 2025 წელს, 1 იანვრიდან არის პირველი წელი, როდესაც ევროპაში, ევროკავშირში და ბრიტანეთში მანდატები დააწესეს სახელმწიფოებმა ამ მდგრადის ავიაციო ნავთის მოხმარებაზე. რა საშინავს ეგა? კარგი ნავთი იქნება, კაი სუნი იქნება. ხო, ანუ ეს არის ნავთი ფაქტიურად, რომელიც მიღება ხდება არა თქვათ ტრადიციული მეთოდებით, გადამუშავებული ბიო დიზელი როგორც არის, ესეთი ბიო. ხო. თუმცა პრობლემა რა არის? პრობლემა არის ის, რომ ეს SAF-ს ეძახიან ამას, რაც ანუ არის sustainable aviation fuel. ხო. რომ მდგრადის ავიაციო საწვავი. ეს SAF-ი არის ძალიან ძვირი. ხო, ანუ შედარებისთვის თუ ჩვეულებრივი საწვავი ღირს არ ვიცი თქვათ $100 მაგალითად, რაღაცა გალონი ან რაღაცა, ხო, ეს ღირს 3-ჯერ, 3.5-ჯერ, 4-ჯერ უფრო ძვირი. რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ერთიც არ არსებობს ისეთი რაოდენობის, რომ ავიაკომპანიები სულად ამაზე გადაერთვენ და მეორე შერევა შეიძლება, ხო, ალბათ შერევა შეიძლება, მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ იმდენად ძვირი არის ავიაკომპანიის ხარჯს რო შეხედო შენ, აი ხარჯი ავიაკომპანიის რა არის? ანუ აი თვითონ რეისის ხარჯი რა არის, ხო, ავიაკომპანიას სუფთა აი ბიზნესიდან გამომდინარე. სადღაცა 40% ხან ცოტა მეტი ხან ნაკლები გააჩნია ავიაკომპანიის ბიზნეს მოდელს, 40% შენი ხარჯი არის მხოლოდ საწვავი. ოკეი? თვით მე მართალი გითხრა მე ცოტა მეტი უფრო მეტიც მეგონა. მაგრამ ხო არა, ეგრე არის, სადღაცა 40% არის მხოლოდ საწვავის ხარჯი. აქედან გამომდინარე, ანუ სუფთა ფინანსურად ეს არის დღესდღეობით არის უტოპიური ის, რომ სულად მოხდეს ამ SAF-ზე გადართვა, იმიტომ რომ ისეთი ძვირი გახდება ბილეთები, რომ ხალხი აღარ იფრენს, უბრალოდ აღარ იფრენს არა. მეორე ის არის, რომ ან ფიზიკურად არ არსებობს ჯერ ეს იმოდენობით, ზუსტად მაგიტომაც დაიწყო ეს შერევა, რაც არის, რომ ურევენ 2% SAF-ი და 90% ეს კონვენციული ხო საწვავი და ეგ არის რომ ეს აი რამდენად რა არის ამისი შედეგი ხო რაზე გავლენას ახდენს რა არის ამისი სიკეთე ასე ვთქვათ რო იმას ვქნათ ხო რომ რა არის ამის მომავალი ხო იმიტომ რომ ავიაციის თქვათ ეს დეკარბონიზაციაზე რაც მინცეს ლაპარაკი რომ სოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1.5 2%-მდე 2%-იც არ არის რაც არის ავიაციის წილი ამ ზოგადად ამ CO2 CO2-ის ნავთობჟანგის ემისიაში ხო ხო ემისიაში აქედან გამომდინარე ამ რა თქმა უნდა იყოს ამაზე ის რომ როგორ გაუმჯობესდეს ეს კი 2% არის თუმცა 2%-იც მაინც სერიოზული ასე ვთქვათ დაბინძურება არის ხო ემისი გარემოსი აქედან გამომდინარე არის უკვე არსებული მეთოდები როგორ ხდება რომ ეს ავიაკომპანიები ამ დაბინძურების სანაცვლოდ ინვესტიციებს აკეთებენ offsets აკეთებენ ასე ვთქვათ პროექტებში იმაში რომ მოხდეს ამისი ანაზღაურება მეორე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ანუ ის ძრავები რითიც ავიაკომპანიები დაფრინავენ ბევრად უფრო მდგრადი არის დღევანდელ დღეს თუნდაც რო შეადარო რაღაცა 20-25 წლის წინ რა ძრავებითაც დაფრინავდნენ ანუ რაში გამოიხატება ეს რომ ძრავი ნაკლები საწვავის მოხმარებით შეუძლია ბევრად უფრო დიდ დისტანციაზე იფრინოს ხო
გამონაბოლქვიც ალბათ უფრო სუფთარო იყოს ხო? გამონაბოლქვიც უფრო ნაკლებად. როშია და ხო იგივე თქვათ Airbus-ის 320 CEO და თქვათ 321 Neo თვითმფრინავები, ხო? ეს ახალი თაობის 321 Neo თვითმფრინავი არის 25-30% უფრო მეტად მდგრადი. რაში გამოიხატება ასე რომ პირველ რიგში ძალიან ბევრია. კი, ანუ არის მოცულობით უფრო დიდი არის, ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი მგზავრი შეგიძლია გადაიყვანო ერთ ჯერზე, ხო? ერთ ჯერზე. არის ის, რომ უფრო შორს დისტანციაზე შეუძლია ფრენა და მისი საწვავის მოხმარება არის გაცილებით უფრო ნაკლები იმ ახალი ტიპის ძრავის გამო. ძრავებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს იყო ტექნოლოგიურად შესაძლებელი თუნდაც 20 წლის წინ. ხო? აქედან გამომდინარე, ეს უფრო არის, უფრო დიდი რეგულარულად სახთენს ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, ვიდრე თქვა მხოლოდ ეს რაღაცა სავსე ლაპარაკი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის, ძალიან მაგარი არის. დღევანდელ დღეს სრული დაბნელობა არის მსოფლიოში, მართალი გითხრა, იმიტომ რომ ამისი ძირითადი მამოძრავებელი ხო იყო ამერიკა და რაღაცა მათი ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით ტრამპის მოსვლის შემდეგ მისი შეხედულება ამ რაღაცა მდგრადობის საკითხებზე აბსოლუტურად სხვანაირია შესაბამისად დიდი გაურკვევლობა არის რომ რა იქნება იმედია ეხლა ეს ბოდვა დიდხანს არ გაგრძელდება მაგრამ ნუ შემთხვევაში ხო სავარაუდოდ გაგრძელდება ეს ყველაფერი თუმცა ამას წლები დაჭირდება წლები და ათწლეულები დაჭირდება იმისთვის რომ ეს მდგრადი საწვავს რასაც ვეძახით ასე ვთქვათ ამისი იმ დონეზე განვითარება მოხდეს და იმ დონეზე მოცულობით წარმოება მოხდეს რომ ეს რეალური შედეგი მოახდინოს თვალში საცემი და ხელმოსაკიდი ხო კი. შენ როგორ უყურებ თქვათ აი სატრანსპორტო დრონების განვითარებას ხო არის რაღაცა ჩინელები და ისინი უკვე რაღაცას დაფრინავენ პატარ-პატარა მანძილებზე და აი ნუ Amazon-ი იყენებს ხო თავისი ამანათების მისატანად რაღაცა პატარა რაღაცა მაგრამ ეს ისე სწრაფად ვითარდება ეხლა მეც მაგ დრონი და გავაფრენ ხოლმე და რაღაც გავუშვებ და ისა აი მიყვირს ცოცხალი არსებასავით ველაპარაკები და რაღაცა დამეკარგება მე ვეთქვი დაბრუნდი სახში ბრუნდება და რაღაც საოცრება მოახდინეს რა ამ დრონებმა ზოგადად ხო აი რომი ფაქტიურად დრონების ომია ეხლა სად არის ტანკი და ეს ამოვიდა იმიდან ქვემეხს და იმას იყენებენ რა ვიცი მე თავში სასარწმუნოა მე მგონი დანარჩენი დრონებით ხდება ყველაფერი და აი კაი ომში კარგია დრონი თქვა რაღაცების გადასაღებად კარგია იქ რაღაც მაგნიტოფონი მოგიტანოს სახში კარგია მაგრამ ვიქნება ოდესმე რაღაცა ტაქსებად თან რაღაცად მაინც რაღაცად გადაიქცეს აი თქვა ქუთაისიდან თბილისში საფრენ კი უკვე არის ეგ უკვე ხდება ივიტოლებს ეძახიან მაგას რაც არის აი როგორ გითხრა არის წარმოიდგინე არის დრონი ან რაღაცა დრონსა და ელექტრონულ ერთფრენს შორის რაღაცა ეს რაღაცა მორის კომბინაცია არის ისე აქტიური ტესტირება მიმდინარეობს უკვე გერმანიაში მათ შორის არის არაერთი კომპანია რომელიც გამოგიგზავნე მერე რომელიც არის ზუსტად ამ მიმართულებით ახდენენ ინვესტიციებს და ასე ვთქვათ განვითარებას ჯერჯერობით ამის კონცეფცია არის შექმნილი მხოლოდ ეს არ იქნება რაღაცა დიდ დისტანციებზე გადამყვანი სატრანსპორტო საშუალება და ისეთ ქალაქებისთვის როგორც არის აი დიდი ქალაქებისთვის როგორც არის მაგალითად სანამ რიადში განმოვიდოდით საცხოვრებლად მანამდე ცხოვრობდით დუბაიში ხო დუბაი აქტიურად განიხილავს და ასე ვთქვათ ინვესტიციას აკეთებს ამ პროექტის შესწავლაზე და ინფრასტრუქტურის იმიტომ რომ ყველაფერს მე თავის ინფრასტრუქტურა ხო რა თქმა უნდა ხო
ამას თავისი რაღაცა პატარა ხო, ეხლა შენ დაჯექი გაფრინდი ეგრე არ არის ხო? არა, ეგრე არ არის, იმიტომ რომ ეს მე ყველაფერი ესე გავლენას ახდენს ხო, საავიაციო სივრცის გამოყენებაზე და უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ, ხო? თუმცა არის ამაზე აქტიური ლაპარაკი, არის ამაზე აქტიური საპილოტო პროგრამები, რომ მოხდეს ამ ივიტოლების ივიტო თავარი გამოწვევა რა არის, ხო? თავარი გამოწვევა მივდივართ ისევ ანუ ფუნდამენტალ მივდივართ ისევ, რომ ანუ უნდა ესე იგი ეს არის ელექტრონული საშუალება, ხო? ეს არის რაღაცა პატარა ელექტრონული რაღაცა მინი ვერტფრენი, რომელიც უნდა იყოს ბატარეებზე, ფაქტიურად ან რაღაცა სოლარ, იმაზე მზის ენერგიაზე ან რაღაცაზე უნდა იტენებოდეს, მოკლედ. და შემდეგ უნდა გადაგიყვანოს ადამიანამდე, ხო? ანუ ეს არის რომ ერთი იყოს, რომ ეს თვითონ ამის მოცულობა იმხელა იყოს, რომ რაღაცა ოდენობის გზავრები ჩასვა შეგნით. ხა ეს საპილოტო პროგრამები რაც არის, აი ძალიან პატარები, მაქსიმუმ 2 ინდიკაცი რაღაცა ხდება. რომ ეს მე ამისი კომერციალიზაცია მოხდეს, ხო? იმიტომ რომ ეს თუ ამის კომერციალიზაცია ვერ მოხდა, დარჩება ეს რაღაცა ნიშურ რაღაცა პროექტად, რომელიც ესე იქნება. დიდ დისტანციაზე ჯერჯერობით ვერ გადადეს, იმიტომ რომ მაშინ ჭირდება დიდი ბატარეები, ხო, ბევრად უფრო დიდი ბატარეა, დიდი წონა აქვს, ხო? დიდი წონა აქვს, დიდი ბატარეას შესაბამისად, ანუ აი ეს რაღაცა დისბალანსი არის, რომელიც ასე ვთქვათ, ის რაც ალბათ განვითარდება დროთა განმავლობაში. თუმცა ჩემი აზრით, ანუ ეს მაინც იქნება რაღაცა უფრო მოკლე დისტანციებზე და რაღაცა მეგაპოლისური ქალაქების მიერ იქნება უფრო მეტად გამოყენებული, ჩემი აზრით ეს. თუმცა მე მაგალითად ხედავ ქუთაისიდან სვანეთში წასვლას მაგალითად ან რაღაცა იგეთი საქართველოს მასშტაბით, აი თქვა იგივე თუშეთში ეს გზა თვითონ კი ულამაზესია და ყველა ბოლო-ბოლო იმ ხეობას გაყვება და ის გზა არის კატასტროფა, ხო? თუ ხარ ნაყოფი, გახსოვს რომ იქ მუდმივად რაღაცა ხდება და აი ეს უკვე რაღაც იმასაც გადაწყვეტს, თქვა იგივე იმ როცა წყდება ჩვენი მთა ხშირად წყდება ხოლმე, ხო? იმას თოვლიანობის და ზოგჯერ წვიმიანობის და ზოგჯერ უბრალოდ ისე იმიტომ რომ გზები არ ვარგა და იქ თქვა საკვების მისატანად და ისა და მედიკამენტების უკვე ისეთ მე დრონი ძალიან კაი ტიპები არიან მე მაგ ნამდვილად კი ანუ მე უფრო რაღაცა კომერციული ავიაციის ხო შენ კუთხით ხო ხდები მაინც ის საერთოდ მაგ ხრივ რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს უკვე ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ესეთ დრონებს რაღაცა ეს კატასტროფების დროს ან ამ სიტუაციებში როცა სვანაირად სხვა ხელსაწყო ვერ უდგება იქ ვერანაირად ირაკლი შენ იყავი ესე იგი ქუთაისი ააწყვე მოდი ასე ვთქვათ შენ იყავი ერთ-ერთი ისა და მე თუ არ ვწდები შენ ღირსების ორდენითაც ხარ დაჯილდოებული არ ვწდები არ ვწდები ხო აი სწორედ მაგ დამსახურების გამო რამდენი წლის იყავი ესე ქუთაისის აეროპორტი ხო ან ისე რაღაცა 2010-დან 11-დან ხო ესე დაახლოებით 2000 ხო რაღაცა ეს 2011-ში დაიწყო მშენებლობა და ხო რაღაცა 2013-ში უკვე ასე თქვათ დაიწყო ეს ფრენები მიმართულებების პირველი ეს მიმართულებები ეს პოლონეთი რაღაცები უკვე 2013-ში და 2013-ში ხო მივიღე დამსახურებულად ძალიან დამსახურებულად იმიტომ რომ იმ თქვენი წამოწყებით 10000-ობით ადამიანმა ისარგებლა და ნუ ყველაფერზე თავი დავანებოთ აგერ ნახევარი საქართველოს გამოსულია საქართველოსდან და ბოლო-ბოლო აი ამ ხალხისთვისაც რამ ხელაშვება მათ შვილები და წლების განმავლობაში უნახავი ხალხი ნახეს ოჯახის წევრები იმიტომ რომ ყველაფერი ერთად დაემთხვა ეს ვიზოც ეს ვიზა ლიბერალიზაციაც ეს ქუთაისის ესენი ხო რაღაც კარგად დაეწყო და ამის დაკარგვა იქნება მართლა ისევ იმეორებ აი კი თქვი და ვიდეოს დასაწყისში ეს იქნება კატასტროფა იმ ხალხისთვისაც ისევ იმეორებ რომლებსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს თქვა ფრენებთან და ცხოვრებაში არც აპირებენ ფრენას
ეს იქნება გლობალური კატასტროფა საქართველოსთვის. ირაკლი, ხო, ანუ შენ ეს ქუთაისი მორჩი ფაქტიურად წახვედი მე ბუდაპეშტში. ხო, თუ იყო რა მიშუალედური მომენტი. არა, ბუდაპეშტამდე ვიყავი რაღაცა წელწადნახევარი 2 წლამდე ვიყავი მე უკრაინაში, იმიტომ რომ იქ იყო ზუსტად ასე ვთქვათ, იდენტური პროექტების განვითარება ხდებოდა ზუსტად მაშინ და რაღაცა ეს ქუთაისის know-how იყო მათთვის მნიშვნელოვანი, როგორ შევძლებთ ამისი შექმნა. ოდესაში შენდებოდა ახალი აეროპორტი, ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც ტერმინალი, ისევე ვთქვათ, ტერმინალი, ისევე ეს ასაფრენი ბილიკი და ასე შემდეგ და ზუსტად მაგაში ვეხმარებოდი, რომ ასე ვთქვათ, მომხდარიყო ამისი სწორედ დაგეგმვა, პრივატიზაცია ამ აეროპორტის და ავიაკომპანიების ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა. რაც იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, ჩემი პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო ეს. იქიდან მერე იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც ვიყავი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად მუშაობდი. ისევ მიმართულება იყო ძირითადად კანადური კომპანია იყო ეს ქართული და კანადური კომპანიებთან მუშაობდი, რომელიც იყო ისევ აეროპორტების პრივატიზაციასთან, აეროპორტების ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განვითარება, პრივატიზაციები ამერიკაში, მაშინ ამერიკაში ვიყავი ძირითადად ვაშინგტონში. და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება ასევე. და შემდეგ უკვე ყოველთვის მინდოდა, ანუ ხო ხდება უკვე ამდენი წელიწად ეს MBA-ს დავამთავრე რაღაცა და ჩემი შემდეგი ასე ვთქვათ მიზანი იყო რომ მინდოდა ავიაკომპანიაში მემუშავა. ავიაკომპანიაში დავიწყე მუშაობა ბუდაპეშტში, ვიზერში, რაც იყო ძალიან მაგარი გამოცდილება, იმიტომ რომ ზუსტად ასე ვთქვათ მებარა მე ეს ახალი ქვეყნების გახსნა, ახალი მიმართულებების გახსნა, რაღაცა ერთი ფაქტურად სტრატეგიული მიმართულებაა ესეთი ჩვენ. რა სტრატეგიული მიმართულება იყო, კი, იმიტომ რომ სადაც მებარა 20-ზე მეტი ქვეყანა, 50-ზე მეტი აეროპორტი, სადაც 1000-ობით ვიზერის რეისი იყო და ამ მთავრობებთან მოლაპარაკებები, აეროპორტებთან მოლაპარაკებები, კომერციის აწყობა და ასე შემდეგ. და რაც ძალიან საინტერესო არის ის იყო, რომ ან მართლა მომეცა შანსი, ალბათ აი მილიონში ერთი შანსი იმისი, რომ ვიზერმა ასე ვთქვათ შექმნა დადო ხელშეკრულება აბუ-დაბის საინვესტიციო კომპანიასთან, რომ აბუ-დაბის აინტერესებდა ამ ევროპული low-cost ავიაკომპანიის know-how-ს შემოტანა რეგიონში და ახალი ავიაკომპანიის შექმნა აბუ-დაბიში, რომელიც იქნებოდა ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ჩვენ ამ ფაქტიურად დავტოვეთ ეს ვიზერის ბრენდი, კლიენტის რაღაც იყო და დავარქვით ვიზერ აბუ-დაბი. ამ ფაქტიურად იგივე ავიაკომპანიის პლატფორმაზე შევქმნით ახალი ავიაკომპანია, გავაკეთეთ ახალი რეგისტრაცია და მე ვიყავი რაღაც ერთ-ერთი ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით ის ადამიანებს, რომელსაც პირველი დღიდან ასე ვთქვათ გადაგვისროლეს აბუ-დაბიში და ამ ახალი ავიაკომპანიის აი ფაქტიურად ნოლიდან შევქმნით და ავაწყეთ ეს ახალი ავიაკომპანია სრულიად სხვა გარემოში, სრულიად სხვა ეკოსისტემაში. აბსოლუტურად ხო. ევროპიდან უცებ აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოხდით. ხო, სადაც სხვა რაღაცა წესები არის, სხვა კულტურა არის, ბიზნესის კეთების, სხვა ასე ვთქვათ რაღაცა კომპლექსურობა ახასიათებს ამ რეგიონს, თუმცა ძალიან საინტერესო რეგიონი არის, იმიტომ რომ აი ეს პატარა რეგიონი, რაღაცა ეს გალფის რეგიონი რაც არის, სოფლიო ავიაციის მასშტაბით თვითონ უკვე 10% უკავიათ მგზავრთნაკადის და ფაქტიურად აქედან ხდება ამ გლობალური ჰაბების გაშლა, ხო? ხო, აფრიკისკენ, იმისკენ, აზიისკენ, რა ვიცი, ყველა მიმართულებით. მაგას თავისი ახსნა აქვს მარტივი ვასო ის, რომ აქედან აქ ამ რეგიონიდან რაღაცა 5-6 საათის ფრენის მანძილზე ფაქტიურად შენ 2/3 მსოფლიოს მოსახლეობის ფარავ. შესაბამისად ამ ძალიან ის სტრატეგიული ადგილი არის ავიაციისთვის. ფულიც აქვს და აქედან გამომდინარე, ხო, ეს ფულიც აქვს, თუმცა ძალიან სწორედ მიმართავენ, ხო, აი ხანსაკ იმას რო შეხედო, ეხლა მაგ მომყავს ხოლმე მაგალითად, რომ
დუბაის მაგალითი ხო ანუ დუბაი კი ემირატების ეს არის ნაწილი არის დამოკიდებულები არიან ნავთობზე ეკონომიკასაც მაგრამ აი ამ მათი განვითარების და დივერსიფიკაციის სტრატეგია რო არის ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები ნავთობზე რო ერთხეს რო ნავთობი აღარ იყოს ან რაღაცა სხვა რაღაცა აღმოაჩინოთ ესეთი რომელიც ნავთობს ჩაანაცვლებს დუბაის GDP-ს 30%-ზე მეტი არის დამოკიდებული ავიაციაზე ხო ხვდები რაც არის რაღაცა არანორმალური ეს არის ხო ამ და ეს არ არის მხოლოდ ხალხი ვინც ავიაკომპანიაში და აეროპორტში მუშაობს ეს არის მთელი ლოჯისტიკური ცენტრები ეს არის ტურიზმი ხო ეს სასტუმროების სერვისები ყველაფერი რაც მე იმაში ანუ ქვეყანა რომელიც ფაქტიურად ზის ნავთობზე და შეუძლია ფეხი-ფეხზე გადაიდოს როგორც გადაიდო აგერ ჩვენმა ჩილოელმა მეზობელმა და დაჯდა ფაქტიურად ნარკოტიკზე აი როგორც ნარკოტიკიზე აქ შეშვებული შიგნით და როგორც ფასები ვარდება თავზე ექცევა ყველაფერი და ერთი ისე ვერ დაექცა რომ მთლიანად დაიქცეს და ხალხი რომელიც მართლა ნავთობზე და გაზზე ზის ეს ხალხი აი რამდენად ჭკვიანები აღმოჩნდნენ არაბები თქვათ იგივე რუსებთან შედარებით რომლებმაც ამხელა ხომ მე ვიცი ხა განათლებაში იდება უზარმაზარი ინვესტიციები რაღაც მედიცინაში ცალკე ყველაფერში აბსოლუტურად და იქ ხალხი 30% ამხელა ნავთობის და იმის გაზის მქონე სახელმწიფო 30% გაზიფიცირებული არ არის და ტუალეტში იმაში დადიან რა ქვია და უკრაინაში ნახეს 80%-მა პირველად უნიტაზზე ხო ნუ აი ხა შეადარე რა აი ეს არის უკვე მენტალიტეტია ეს არის აი თვითონ ძალიან კონსერვატულია ეხლა ალბათ მაგაზეც მოგაყოლებ ერთ-ორ სიტყვას ეხლა ძალიან კონსერვატულია ხო ეს ამაზე მეტი ისლამისტები სად არიან და ასე რომ იცავდნენ თავიანთ იმას მაგრამ ამ ხალხმა პროგრესსაც გაუღო გზა და ის ყველაფერი სიკეთე რაც არის სოფლიოში დღესდღეობით არის შეგნით შეტანილი ხო თქვენთან ეხლა რაღაც შეზღუდვებით რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის ხო ეს რეგიონი მაგ სუბთა რა ეს სუბთა რაღაცა ჩემი საქმიდან გამომდინარე იმიტომ რომ ძალიან დიდ გლობალ როლს თამაშობს უკვე თუმცა ამის გარდა პოტენციალი განვითარების ხო კიდევ უფრო დიდი არის ვიდრე უკვე არის ეს ყველაფერი ხო იმიტომ რომ ზოგადად საიდან მოდის ავიაციის ზრდა მომავალში საიდან იქნება ხო საიდან ეს არ არის ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იმიტომ რომ ეს ბაზრები უკვე ძალიან განვითარებული არის და რო შეხედოს რაღაცა წლიურად რაღაცა 2-3%-ით ასე ვთქვათ ხდება ზრდა რაც ძალიან მაგარი შედეგი არის იმიტომ რომ უკვე იმდენად განვითარებულები არის ეს ბაზრები ხო თუმცა აზიის მხარე ხო აი ეს აზიის მხარე კიდე ძალიან ბევრად დიდი პოტენციალი აქვს რომ იქნება მომავალშიც ძალიან დიდი ზრდა და ძალიან საინტერესო რაღაცები ხო გინდა ინფრასტრუქტურის მხრივ გინდა ავიაკომპანიების მხრივ და ასე შემდეგ ხო სადაც მოსალნელი რო წიდან წლამდე რაღაცა 7-8% იქნება ამ შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან ზრდა და ჩვენ სადაც ვართ ხო ანუ ეს გალფის მხარე ხო ზუსტად არის ეს სტრატეგიულად პოზიციონირებული რომ ყველაფერს ფარავ აქედან ემირატები ემირეიტსი კატარის ავიახაზები ორი მთავარი ასე ვთქვათ ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანია მე ვიტყოდი რომელიც არის ამ რეგიონიდან და შემდეგ მოდის უკვე კიდე სხვა ავიაკომპანიები ხო ანუ მე ეტიჰადი არის Gulf არის რომელიც ბაჰრეინში Gulf არის რომელიც ბაჰრეინში არის ბაზირებული ომანი არის კუვეიტის ავიახაზები არის საუდია რომელიც საუდის ტრადიციული ავიაკომპანია და არის კიდე low cost-ები ხო აქაც საკვე არის low cost-ები ჯაზირა არის Flyedili არის Flynasi არის რომელიც საქართველოში დაფრინავს რიადიდან Fly Dubai ხო ასევე Fly Dubai გამიგია ხო წარმატებული ავიაკომპანია არის Air Arabia რომელიც ასევე დაფრინავს საქართველოში საქართველო არის ძალიან პოპულარული ამ რეგიონიდან დუბაიში ანუ ხო ხა ევროპაში ცხოვრეთ, ამერიკაში ვიცხოვრეთ და მე რო გადმოვედით, ასე ვთქვათ, აბუ-დაბიში და დუბაიში რო ცხოვრობდით,
ის იყო თავიდან იყო ძალიან შოკი რა, იმიტომ რომ ხო ხვდები რომ ჩამოვედით ჩვენთვის ასე ვთქვათ უცხო გარემოში, მაგრამ პირველი ადგილი იყო, სადაც აბსოლუტურად ყველა მიცოდა საქართველოს, ან ყველა ნამყოფი იყო უკვე საქართველოში, ან ყველა რა საინტერესოა. დავიდეს იმდენად პოპულარული ის არის, რა ქვია. მიმართულება, ხო. მიმართულება, კი. რო შეხება. რა რითია ეს გამოწვეული, აი რა ბუნება, უფრო მე მგონი მე არაბები ვინც მინახავს, ძალიან ხშირად მინახავს ბუნებაში, აი უფრო იქ кейფი და რაღაცა ნაკლებად და ალბათ კაზინოებიც იზიდავთ რაღაცა ეგეთი ეჭვიც მაქვს მე. იცი რა არის, ყველაფერი. ერთი არის რომ არის ახლოს, ხო, ანუ არის ახლოს, რაღაც 3 საათ ნახევარი საათის მანძილზე. მეორე არის ის რომ გაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება როგორც ტურისტ დაინტერესო, გაქვს მთა, გაქვს ზღვა, გაქვს გართობა, არ ვიცი გინდა სიმწვანე რომელიც იქ არ არის. სიმწვანე, ბუნება, მდინარეები, ხო, გაქვს ის რა ქვია, ღვინის რეგიონი, გაქვს უგემრიელესი სამზარეულო და ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი ამ ხალხისთვის, იმიტომ რომ აქ ცხოვრება გაცილებით უფრო ძვირი არის, ვიდრე საქართველოში, ხო? შესაბამისად, მეგონი საქართველოს ეწევა ნელ-ნელა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. ხო. ყოველ შემთხვევაში ყველა ჩასვლაზე ისეთი ფაზები ხდება, რომ მე მგონი ცოტა ხანში გააცნობს კიდეც, ხო? კი, და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის ამ იმას, რა ქვია რა, რომ თან ანუ და მთავარი ვასო, ხო, ანუ აქედან სხვა ის არის, სხვა დინამიკა არის, მაგალითად დუბაიდან, ხო, ანუ იქ ემირატებიდან რო აიღო, ხო, ემირატებში 1 მილიონი არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლე. 10 მილიონი არის ჩასული ექსპატი. შესაბამისად, ამ ხალხისთვის ხო ძალიან ბევრი არის, აქედან მათ შორის ჩასული ინდოეთიდან არის ჩასული სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, ხო, აღმოსავლეთ აზიიდან, ხო, ესეთ ქვეყნები როგორც არის ფილიპინები, მალაიზია, ასე შემდეგ, ასე ევროპიდან ასე შემდეგ. და ყველასთვის არის საინტერესო და ის არის რომ ისევ და ისევ სავიზო რეჟიმიც, ხო, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ვისაც აქვს, თქვათ, ემირატების, საუდის არაბეთის ბარათი, რომ აქ ცხოვრობენ, ცხოვრების უფლება, პრეზიდენტობის ბარათი, შეუძლიათ რომ უვიზოთ რაღაც გარკვეული პერიოდით ჩავიდნენ საქართველოში, ხო? და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ძალიან ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომ და საინტერესო დანიშნულ მიმართულებას. და მეორეც არის ხო საქართველოს ახლა ამ ხალხისთვის, ბევრისთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საქართველო არის მათი პირველი შეხება რაღაცა ევროპულ ცივილიზაციასთანაც კი, ხო, იმიტომ რომ თბილისი თავის რაღაცა მიქსით, მაგრამ მაინც ამ რაღაცა ევროპული გარემოთი, ხო, ხალხით, რაღაცა გასართობი ადგილებით და რაღაცა ძალიან მიმზიდველი ადგილია. შევიკავეთ სადღაცა 3 წელიწად ნახევარი და შემდეგ ზუსტად გამოჩნდა ეს ახალი შესაძლებლობა, რომელიც არის საუდის არაბეთი, საერთოდ სხვა იმაზე არის განვითარების სხვა დონეზე არის. რასის სწრაფად ხდება აქ ეს გახსნა და განვითარება და ეს რაღაცა ეს მასიური პროექტების განვითარება. რამოდენიმე წლის წინ, სადღაცა 8 წლის წინ მათმა ახალმა ასე ვთქვათ შეიხმა დაანონსა ეს 20-30 წლის მიმართულება, რომ 20-30 წელს ჩვენ უნდა ვიყოთ ესეთი და ესეთი ქვეყანა და არის უამრავი რაღაცა ეს გიგა პროექტები. სხვადასხვა მიმართულებით, ტურისტული რეალმი, ასე წითელ ზღვაზე ტურისტული განვითარება, ეს ნეომი მათ შორის რაღაცა სრულიად რაღაცა ქალაქის მშენებლობა და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არის ეს უამრავი დიდი პროექტები, რომელიც ემსახურება იმას, რომ მთლიანად გარდასახვა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის და ისევ დივერსიფიკაცია მოხდეს ეკონომიკის, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები ნავთობზე. და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ისევ და ისევ, ხო, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვილაპარაკეთ, ავიაციას და ტურიზმის განვითარებას უკავია ძალიან დიდი ნაწილი, შესაბამისად მათ გადაწყვიტეს, რომ შექმნან ახალი გლობალური ავიაკომპანია, ისეთი როგორც არის კატარის ავიახაზები და თქვათ ემირატები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იქნება კიდევ უფრო ახალი, კიდევ უფრო
მაღალი სტანდარტების, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის, ხო, იმიტომ რომ ახალი ყოველთვის რაღაცა სიახლესთან. და ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას ფაქტიურად პირველი დღიდან, მასო, იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე აქ მუშაობა, ჯერ კიდე იყო რაღაც კონფიდენციალური პროექტი საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც ასე ვთქვათ, სულს უმაგრებს ამ პროექტს. და ამ ბოლო 2 წელიწადში, როცა მე აქ ვარ, მოხდა ამ ყველაფრის საფუძვლის ჩაყრა, შექმნა და უკვე წლის ბოლოს ვიწყებთ კომერციულ ფრენებს. შენ ფაქტიურად გახარ ძალიან სერიოზული კომპანიის ჩამოყალიბების აკვანთან, ხო, რომელიც ძალიან ცოტა ხანში ალბათ რეგიონში იქნება მთავარი მოთამაშე. საოცრებაა. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი გეგმები არის, ხო, რომ ამ მთავარი კი ამ ყველაფრის მომზადება და გაშვება, ხო, თუნდა დაწყებული პროდუქტის შექმნიდან და ასე შემდეგ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მიწოდების ჯაჭვის შექმნა, ხო, იმიტომ რომ თელი ასე ვთქვათ ინდუსტრია იქნება ახალი. და ამ დაშინებული რაზე რომ ამ დღესდღეობით უკვე გვაქვს 200 თვითმფრინავამდე შეკვეთილი, რომელიც მომავალ წლებში ჩამოვა ორივე Boeing-დან და Airbus-დან, ხო, ორივეგან და სხვადასხვა ტიპის, არის როგორც Airbus 350 ხო, ისეთი როგორც აქედან შეგიძლია ავსტრალიაში იფრინო, და როცა სან-ფრანცისკოში იფრინო, Boeing Dreamliner-ები და ასევე Airbus-ის 321-ები, ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა 321 მოკლე მანძილებზე შედარებით, ხო. სხვადასხვა, მაგრამ ჯამში ანუ 200 თვითმფრინავამდე არის უკვე ასე ვთქვათ დაკვეთილი, რაც გზაშია, ნელ-ნელა. და კიდევ უფრო დიდი გრანდიოზული გეგმები იქნება სამომავლოდ რა. რამე სპეციფიკა თუ აქვს, მე არ მიფრენია არასდროს არაბული სამყაროს თვითმფრინავებით და რამე სპეციფიკა თუ არის, აი თქვა განსხვავებული ევროპული თქვა Lufthansa-დან ან KLM-დან სერვისი, მომსახურების დონე, ბევრად უფრო მაღალი, პროდუქტი, თვითონ ანუ აი დაწყებული, არ ვიცი, საჭმელიდან, აეროპორტების ინფრასტრუქტურა, ხო, ამ მთლიანი ეს გამოცდილება მოგზაურობის თვითმფრინავით მოგზაურობის, ხო, რაც იწყება არა თვითმფრინავიდან, არამედ იწყება აეროპორტიდან და შემდეგ ვაჟე ბილეთის ყიდვიდან, სიადვილიდან, ბილეთის ყიდვიდან, კი ბატონო, თუმცა ეს უკვე რაც გაქვს ფიზიკური შეხება, უფრო გაცილებით უფრო მაღალი არის. რა მე ვანო იქიდან გამომდინარე, რომ ამ ინდუსტრიაში ვარ უკვე ბევრი წელია და მუშაობ, ასე ვთქვათ. ხო, შედარება შეგიძლია. ქონია იმისი ხო ხტები, იმისი საშუალება და ფუფუნება, რომ გაფუჭებული ვარ იმ ხრივ, რომ ანუ ბევრი ესეთი გამოცდილება მქონია, რომ იმგზავრია ძალიან ბევრი ამ ავიაკომპანიებით, ყველათი და მიმგზავრიათ ყველა კლასებით, ანუ რაღაცა ჩვეულებრივი ეკონომით, პრემიუმ ეკონომით, ბიზნესით და ასე შემდეგ. და მაქვს ამისი შედარების შესაძლებლობა, ხო? ანუ ეხლა არ ვიცი, რამოდენიმე თვის წინ მაგალითად ვიფრინე სინგაპურის ავიაკომპანიების ავიახაზების ბიზნეს კლასით სინგაპურიდან რაღაცა იტალიაში არ მახსოვს პირდაპირ რეისაც გწელი ფრენა იყო, ხო, არ ვიცი, 11-12-13 საათი. ან სრულიად გასაოცარი იყო პროდუქტი, რომელსაც ისინი ბორტზე ქმნიან და განსაკუთრებით საჭმლის კუთხით, არ ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმისგან მიუხედავად, რომ ფაქტიურად ნახევარი ცხოვრება უკვე ჰაერში მაქვს გატარებული, თვითმფრინავის საჭმელი არ არის არასდროს არ არის ჩემთვის რაღაცა დიდად მიმზიდველი, არ აქვს კლას მნიშვნელობა რა. ამათ რაღაცა სხვა დონეზე ყავთ აყვანილი ეს რაღაცა სინგაპურის ხაზები, ხო? სინგაპურის ავიახაზები, ხო? კატარის ავიახაზები მაგალითად, ანუ სრულიად სასწაული ის არის, რა ქვია, გამოცდილება ნებისმიერ კლასში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ რაღაცა პრემიუმ კლასებში რაღაცა სხვა დონეზე. ფაქტიურად გვექცნობ. ავსტრალიაში მიფრენია რაღაცა აქედან 15 საათი რო გინდა ჩაფრინდით, ისე ჩადიხარ, რომ ამ საერთოდ ვერ გრძნობ, რომ რაღაცა ან თვითმფრინავში ხარ, ან რაღაც დაიღალე, ან რაღაც ეს, ანუ სრულიად განსხვავებულ პროდუქტს ხსნიან. სამწუხაროდ ამ ხრივ ევროპული და ჩრდილო ამერიკული ავიაკომპანიები ძალიან ჩამორჩებიან. ეს პარტნიორობები და რაღაცების სხვა დონეზე არის აყვანილი, რომ აი პროდუქტი როგორი უნდა იყოს, ეს რაღაცა მსოფლიო წამყვან ბრენდებთან
თანამშრომლობა რო ეს კონდეს ბორცე და იმისი რაღაცა ბალიში და ამისი რაღაცა და ნუ ეს სხვა დონეზე არის მე აყვანილი ეს პროდუქტის მხრივ ამისი ასე თქვათ შექმნა, განვითარება, მიწოდება, შეცვლა, მერე განახლება და ასე შემდეგ. ირაკლი, ახლა შენ გიმუშავია თქვათ ამერიკელებთან, ყველასთან, ხო? რა რითი განსხვავდებიან თქვათ, უბრალოდ ეს მენტალიტეტისა, ეს განსხვავებული მენტალიტეტი აბსოლუტურად, ხო? რითი განსხვავდებიან მაგალითად აი არაბები ევროპელებისგან, აი საქმიან ურთიერთობებზე მაქვს საუბარი. იცი არის, ეგ იყო ზუსტად აი პირველად ხო ანუ ახლა ბუდაპეშტიდან რომ მოვხდით აბუ-დაბიში, თან ანუ დიდი პროექტი იყო, ესეც რაღაცა სტრატეგიული პროექტის შექმნა იყო ნოლიდან. და ანუ ჩვენი ამ რაღაცა ეს ევროპული იმითი, რა ქვია, რომ გადავედით მენტალიტეტით იქ, რომ აბა ეხა 1-2-3 და ყველაფერს რასაც სიტყვი გააკეთე, ნათქვამი არ არის გაკეთებული რაღაცა. ან დრო დაგჭირდა, რომ ადაპტირება გაგვევლო და მიმხვდარიყავით როგორ მუშაობს რაღაცეები იქ ადგილზე. ხო ხტები, ანუ ბევრად დროც შენელებულია მე მგონი, ხო? დროც გააჩნია, იცი, ანუ აი გადაწყვეტილების მიღებებში რაღაცეებში შეიძლება შენელებული არის, მაგრამ თუ მე როდესაც უკვე მოხდება რაღაცის გადაწყვეტილება და ისა, მე უკვე აჩქარა მიდის, მაგრამ აი ეს ურთიერთობები, ხო, ანუ ეს ურთიერთობები რაღაცა არ ვიცი, რაღაც სახელმწიფო უწყებებთან, ან სხვადასხვა ბიზნესებთან რაღაცა, ანუ ხო ხტები, უფრო კომპლექსური არის, უფრო მეტად არის დამოკიდებული პირად ურთიერთობების არაბეთში. არაბეთში, კი. ბევრად უფრო არის დამყარებული ამ რაღაცა პირადი ურთიერთობების განვითარებაზე და ასე თქვათ, ნდობაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული. და ანუ როცა ხდები მე უკვე ამ ყველაფრის ნაწილი და შენი მიღება ხდება, რომ ამ ყველაფრის ისა მე უკვე მარტივად მიდის რაღაცების გადაწყვეტა, აღსრულება და ასე შემდეგ. პირადი ურთიერთობების მხრივ ხო ხდები, ანუ ეხა სადაც ვარ საუდის არაბეთი, ბევრად უფრო განსხვავებული არის თქვათ ემირატებთან შედარებით და რატო? იმიტომ რომ ემირატები არის პატარა ქვეყანა, მოსახლეობით ძალიან პატარა, შესაბამისად უფრო რაღაცა ანუ სოციუმის ამბავში უფრო მჭიდროდ არიან რაღაც ერთმანეთთან არიან რა. მის და მიუხედავად რომ ემირატები ბევრად უფრო ინტერნაციონალურია, 10 მილიონი რაღაცა ლიბერალურობის მხრივ და გახსნილობის მხრივ აბსოლუტურად თანამედროვე დუბაი მით უმეტეს ხო აბსოლუტურად თანამედროვე მეგაპოლისი არის დღეს, არანაირი იმას ვერ იგრძნობ, რომ რაღაც თიქან შებოჭილი ხარ რაღაცა, ანუ ეგ არის ცოტა რაღაცა ძველი წარმოდგენა ამ რეგიონზე. და საუდის არაბეთი მაგალითად, რომელიც ეხა დაიწყო უფრო მეტად გახსნა და რაღაცა ხო ესა ჩანს, რომ რაღაცა ეხა დაიწყო გახსნა და განვითარება და ეს რაღაცები პირად ურთიერთობებში, ხო? ბევრად უფრო თავისუფალი და გახსნილი ადამიანები არიან, აი ეს დღე საურთიერთობები. და რატო? ხო, იმიტომ რომ დიდი ქვეყანა არის, 35 მილიონი არიან დაახლოებით თვითონ მხოლოდ, ხო, ანუ ეს ქალაქი სადაც მე ვცხოვრობ არის რაღაცა 8 მილიონია, ხო, მე ვნახე წინასწარ. ლონდონის ხელა ის არის მოსახლეობა, ხო, ამ შესაბამისად ბევრად უფრო ისტორიაც აქვს, კულტურაც უფრო ის აქვს, ხო ხტები? რაღაცა ჩამოყალიბებული ის არის. ანუ ბოლო მექა და მედინა არის. დისტანციით, ტერიტორიით უზარმაზარი ქვეყანა არის საუდის არაბეთი. კი, რა თქმა უნდა, უდაბნოში ვართ, აგერ დღეს, არ ვიცი, 43 გრადუსი არის ჯერ კიდე ტემპერატურა მგონი, მაგრამ თუმცა ამის მიუხედავად, ხო, ანუ ბევრად უფრო ის არის და მიხელა ტერიტორია არის, თაცა აქვს, ზღვაცა აქვს, სხვადასხვა. აქეთ არაბეთის ზღვა არის, იქით წითელი ზღვა არის, მთები აქვს, ამ სამხრეთში რო შედიხარ იემენისკენ, ასირის რეგიონი არის, ხო, ანუ სხვანაირი ხალხი არის, სხვანაირი დიალექტი აქვს, სხვანაირი საერთოდ გარემო არის, სიმწვანე არის, მთები აქვს, რაღაცა
ბევრად უფრო მდიდარი არის ამ ხრევ. ეს სეზონების ცვალება, წვიმები, რაღაც ან ხუთები, ბევრად უფრო ის არის, რა ქვია, ასე თქვა, ნორმალური აქ ხრევ ჩვენი გაგებით, რაღაც აქ. ეხლა 40-44 გრადუსი ამდენად ნორმალური არ ვიცი. ეჩვევ, მაგასაც ეჩვევ მე. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხო. შენ რამდენი ხანია რაც მან ხარ? 2 წელი არის რაც აქ. 2 წელი. ფაქტიურად ახლა სანამ ეს ავიაკომპანია არ ამოიქოქება ბოლომდე შენ ხარ ესეთ მოძრაობაში და მე თქვა აი წავიდა ხო დაიძრა აპირებ დარჩენას მან იცი რა არის რა თქმა უნდა კი ანუ ძალიან ის არის ხო ან ძალიან საინტერესო კომფორტულად ხარ შენ პრინციპში კი იმიტომ ხო სულთა სამსახურის ხრევ ხო ან მართლა ის არის აი რაღაც არ ვიცი კიდე ერთხელ რო თქვა რაღაცა მილიონში ერთხელ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა ეგეთი შანსი რომ ეგეთ პროექტში მიიღო მონაწილეობა რომ ამისი ნაწილი ხარ პირველი დღიდან ფაქტიურად ხო და ჩემი საქმე რაც არის ხო ჩემი საქმე რაც არის აქ ყოფნის პირველი დღიდან მართალი გითხრათ ჩემთვის ეს პირველი 2 წელი ბევრად უფრო გიჟური იყო და ის იყო ამ ყველაფრის აწყობა და შექმნა იმიტომ რომ მე რაც მაბარი არის ამ მიწოდების ჯაჭვის შექმნა სერვისების კუთხით დავარი გაბარია ფაქტიურად ხო ნებისმიერი სერვისი რაც ჭირდება ავიაკომპანიას ხო გინდა აეროპორტში გინდა ამ ქალაქში ან ამ ქვეყანაში ან სადაც ვიფრენთ 100 მეტი მიმართულებით მომავალში რო ეს ყველგან ეს სერვისები იყოს გამართული პროდუქტის შექმნაში დაწყებული არ ვიცი უნიფორმებიდან დამთავრებული თქვათ ბორცე რასაც კიდევ და რასაც ხედავ ყველაფერს ამისი შექმნა და შემდეგ ამ მიწოდების ჯაჭვის გამართვა და ხო ანუ ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ხდება ამ ყველაფრის ასე თქვა პირველად გამოჩენა და ბაზარზე გაშვება თუმცა ეხლა უკვე იწყება შემდეგი ეტაპი როდესაც მიდის უკვე ამ ყველაფრის ასე თქვა ხო ეს თვითმფრინავები რომ ჩამოვლენ წლებთან ერთად ამისი გაშლა ხდება ხო ამისი გაშლა ხდება რეგიონების მიხედვით მიმართულებების მიხედვით ხო და დაიგეგმოს ყველაფერი და დაიგეგმოს ყველაფერი და მართლა რაღაც შემდეგი რაღაცა 7 რაღაცა წლის განმავლობაში თუ რაღაცა 100 მეტი მიმართულებით უნდა იყოს პირდაპირ რეისები აქედან ხო ანუ ეს თელი ეს ინფრასტრუქტურა უნდა ეწყოს და ამის სათავეში ხარ შენ ფაქტიურად ხო ძალიან ის არის ხო ანუ იმიტომ რომ მაგასთან ერთად ამ განვითარებასთან ერთად თუ ეს უნდა გაიშალოს ანუ ადგილზეც უნდა შეიქმნას ამისი ინფრასტრუქტურა რომ ამან ხელი შეგიწყოს შენ სუფთა ამ ყველაფრის შექმნაში რა იმიტომ რომ კიდევ და ხო აი მაგალითისთვის რო გითხრა ხო ეტიჰადი რომელიც არის აბუ-დაბის მთავარი ავიაკომპანია ხო არ არის ისეთი დიდი როგორც არის თქვათ არ ვიცი ემირატები ან ემირეიტსი ან კატარის ავიახაზები თუმცა დიდი ავიაკომპანია რა 100 მეტი თვითმფრინავი ყავთ დაფრინავენ რაღაცა უამრავი მიმართულებით და ისიც გლობალური ეს არის მათ ააშენეს ახალი აეროპორტი რომელიც უნდა გახსნილიყო სადღაცა 10 წლის წინ და რაღაცა პრობლემების გამო რაც იყო მშენებლობასთან და რაღაც საინჟინრო ბერლინში გაქვთ აგერ ცნობილი მაგალითი მაგისი რომ ახალი აეროპორტის გახსნა გაიყინა ამდენი წლის განმავლობაში ხო რაღაცა დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო სადაც ვერ გაიხსნა ეს აეროპორტი ფაქტიურად 10 წლით გადაიდო და ბოლოს რაღაც 1 წლინახევრის წინ მოხდა ამ ახალი აეროპორტის გახსნა ანუ ამ ავიაკომპანიის ფასი და ამ ავიაკომპანიის ზოგადად ადგილი გლობალურ ავიაციაში ალბათ 1/10-ად გაიზარდა იმიტომ რომ ეს ძველი რაღაცა მოფურტკნული რაღაცა აეროპორტის ინფრასტრუქტურიდან ფრენა ანუ ვერანაირად ვერ შეედრება იმას უკვე დღეს რაც არის აბუ-დაბიდან ფრენა იმიტომ რომ ეს ახალი აეროპორტი ინფრასტრუქტურა სულ სხვა რაღაცა სიმაღლეს აძლევს როგორც ნებისმიერი გზავრისთვის რომ იფრინო აბუ-დაბიდან მას შემდეგ უკვე აისახება ხო ამ ავიაკომპანიაზეც მის პოტენციალზე განვითარების შესაძლებლობაზე და ასე შემდეგ შესაბამისად აქაც ხო ხვდები მაგას ავიაკომპანიის შექმნასთან ერთად ავიაკომპანია არის მხოლოდ ერთი ნაწილი მაგრამ მთელი ეს ეკოსისტემა ამასთან ერთად უნდა წამოიწიოს წინ და განვითარდეს რომ ჯამში მოხდეს ამ რაღაც გლობალური ჰაბის შექმნა და ერთ-ერთი ყველაზე ძნელი რომ თან ფული გააკეთო იმიტომ რომ ავიაკომპანიების მომგებიანობა არის კიდე ცალკე საკითხი
ძალიან რთული არის ამ ბიზნესის წამოწყება პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდი კაპიტალი არის საჭირო, მაგიტო არის ხო იცი რომ ეს არის გამოთქმა არის რომ ანუ ავიაციაში თუ გინდა რომ გახდე მილიონერი ჯერ უნდა გახდე მილიარდერი და მერე გააკეთო ავიაკომპანია და მერე გახდები მილიონერი რომ ანუ ფულს დაკარგავ რა ეგეთი ის არის უმრობა არის მაგიტომაც ხო რაღაც რიჩარდ ბრენსონები და კიდე სხვა ეგეთი ტიპები რომ ანუ დიდ ფულებს შეუღობენ მერე იმაშვებიან მერე იწყებენ ხო იმიტომ რომ იმდენად რაღაცა საინტერესოა და ის არის სფერო არის უბრალოდ ეს ავიაცია რომ ყველას რაღაცა დონეზე ან რაღაც თვითონ ფრენას იწყებენ ან ავიაკომპანიებს ქმნიან ან რაღაც ეგეთი ის არის მაგრამ სუბტაი დიდ კომერციულ ავიაციაში ხო მაგ ხრივაც ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ ეგენი არიან ყველაზე მომგებიანი ავიაკომპანიებიც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ავიაკომპანიები არიან დაბალბიუჯეტიანი low cost-ები როუს დაახლოებით აი ბილეთზე კარგ შემთხვევაში ანუ აი წარმატებული ავიაკომპანიები კარგ შემთხვევაში აკეთებენ გზავრიდან $6 რაც რჩებათ ჯიპში სუფთა მოგებაზე ამბობ ხო სუფთა მოგებაზე ხო ეს გეუბნები ოღონდ კარგ იმ ავიაკომპანიებზე ვინც ფულს აკეთებენ მაგრამ დღევანდელ დღეს სოფლიოში ავიაკომპანიების დიდი ნაწილი განსაკუთრებით აი ძველი მოწველებული ეს რაღაცა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კომპანიები რაღაცა ანუ როგორც წესი არ არიან ხო მგებიანი იმიტომ რომ არაეფექტურები არიან არაეფექტიანად ვერ ახერხებენ განვითარებას და ასე შემდეგ აი ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება რომ შენ აკეთებ იმას რაც შენ ქსიამოვნებს და მე მაინტერესებს აი რას ურჩევდი თქვა შენ ახალგაზრდებს ახლა მე ვიცი რომ შეიძლება ბევრი დაინტერესდეს ამ იმით აი რომ შენნაირად გრძელი გზა რო არ გაიარო იურისტობიდან და მე შემთხვევითი აი არის რამე ისეთ აი მაგალითად ჰამბურგში არის პილოტების სკოლა ეს ვიცი და მე მგონი 2 წელიწადში იღებენ კიდეც აი მართვის უფლებას და ასე მიცეს იმ ატა რო იყო ერთ-ერთი ტერორისტი ორი ტერორისტი აქ ჰამბურგის სკოლის გამოშვებულია მე პილოტები აი 11 სექტემბერი რომ მოაწყეს ის უფროსი ვინც იყო და აი რანაირად შეიძლება თქვა შენს დიდ ავიაციაში როგორც მიმინო იტყო და როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანი და რა ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა რა რომ ანუ ხო ხტები ეს ავიაციაზე ხალხი რო ლაპარაკობს ანუ ყოველთვის აღქმა არის ის რომ ავიაციაში მithumetes ავიაკომპანიას რო ახსენებენ ან პილოტი ხარ ან ბორტგამცირებელი ხო ხტები ანუ ეგ არის წარმოქმნა და ანუ მაგისი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო კარიერა არის ძალიან მაგარი პროფესიები არის ძალიან დაფასებული პროფესიები არის ხო თუმცა ეს არის მაინც რაღაც ტექნიკური მხარე არის ამ უზარმაზარი ინდუსტრიის ეს აისბერგის მწვერვალია ფაქტიურად ხო აი უზარმაზარი აისბერგის ხო ხო ეს არის ის ხალხი რომელიც ანუ ასე ვთქვათ წინა ხაზზე არის ამ ინდუსტრიის მათთან გაგვშეხებები ხო იგივე ვახსენეთ ავიამეთვალყურეები ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული პროფესია ხო ანუ ფინავები პილოტები საინჟინრო სამსახურები რომელიც ანუ სამსახურება ხო თუმცა ამის გარდა არის ხო მაგას ზუსტად მაგას ვამბობთ რომ ავიაცია არის რაღაცა ბევრად უფრო გლობალური სფერო რომელსაც აქვს და რომელშიც შეიძლება რომ კარიერა გქონდეს ძალიან ბევრი მიმართულებით რაც ნაკლებად არის ცნობილი და რა ვიცი მართლა ეგ მინდა რომ ხალხს მოუწოდო მithumetes ახალგაზრდა თაობებს თუ ვინმე გვისმეს და მოგვისმეს მომავალში ეგ არის რომ ძალიან საინტერესო სფერო არის ძალიან საერთაშორისო სფერო არის უამრავი საინტერესო ადამიანი მაგას ბევრი მიფიქრია სხვათა შორის და ჩემს ასე ვთქვათ კოლეგებთან გვილაპარაკია ხოლმე რომ აი რაღაცნაირად ამ ავიაკომპანიებში და აეროპორტებში ვინც მუშაობს ხალხი ხო ერთმანეთს ხვდებით ხოლმე ხშირად რაღაცა გადავიკეთებით რაღაცა რომ უამრავი საინტერესო და კარგი ადამიანი მუშაობს თელ მსოფლიოს მასშტაბით და გვიფიქრია ხოლმე რომ რანაირად არის რომ აი ამ ინდუსტრიაში ითქვიფება ეს ამდენი საინტერესო და კარგი ადამიანი და მე მივედით ინდუსტრიამდე რომ იქიდან გამომდინარე თვითონ ბუნებით ავიაცია არის ხო ხტები ისეთ ადამიანებს იზედავს ვისაც ვის უფრო გახსნილები არიან ვისაც აინტერესებს მოგზაურობა ვისაც მე ხო ხტები მე მაგალითად უკვე არ ვიცი 70-მდე ქვეყანაში
ნამყოფი ვარ. ხოთები რაც გიყალიბდება რაღაცა ეს ცნობა თან გეშლება ეს გონება გახსოვს ძალიან ბევრი გეთხოვს იკრავს შესაბამისად მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ბიზნესი და ეს ინდუსტრია. და ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა რომ ხო ხტები ახალგაზრდებისთვის მით უმეტეს ხო ანუ ძალიან საინტერესოა ეს ალბათ რომ მიიღონ ეს გამოცდილება თუ რაღაცნაირად გაინტერესებს მოგზაურობა, ავიაცია, ფრენები, თვითმფრინავები, რაღაც არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც იყო პილოტი, გამოცდილებელი, ან ინჟინერი, ხო კიდევ ერთხელ ყველა ძალიან საჭირო და ძალიან მაგარი პროფესიები არის, მაგრამ ბევრად უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეიძლება კიდე, თქვათ კიდე კომერციაში, ან კიდე თქვათ არ ვიცი ლოჯისტიკის მიმართულებით, ან არ ვიცი კიდე ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გააკეთო. კიდე მარკეტინგის მიმართულებით, მაგრამ ამ სფეროში და იყო დაკავშირებული მართლა იმ ინდუსტრიასთან, რომელიც დღევანდელ დღეს არის ამ მსოფლიოს და გლობალიზაციის კიდე ერთხელ რაღაცა ხერხემალი არის, რაც კრავს და კიდე უფრო რაღაცა აპატარავებს ჩვენს ისე პატარა პლანეტას და დაპატარავებს კიდე უფრო აპატარებს და ხო თან მე მგონი ავიაცია არის ერთ-ერთი ისეთი დარგი დღეს რომელსაც ალბათ ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ შეჭამს, ჯერ კიდევ დაეხმარება პირიქით. ეხლა მე 1-2 ვიდეო მაქვს ხელოვნური ინტელექტზე მომზადებული და კიდე მომიწევს ალბათ, იმიტომ კიდე უფრო რაღაცები დაემატა. ანუ რაღაცა პროფესიებმა შეიძლება დაკარგოს აქტუალობა და ზოგადად ეხლა მაგალითად იგივე რავი დიაგნოზის დასმის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვეულებრივი უფასო გროკით ან Gemini-ით, ну, ChatGPT-ის ხა ნაკლებად ვიყენებ, რატომღაც ამ ორზე გადავედი უფრო. ხო, პირდაპირ უდებ ხოლმე რაღაცას და ისეთ იმას თქვა აი ეს მიმართულება თქვა და ფოტოების გადაღება შეიძლება აღარ დაჭირდეს ცოტა ხანში ადამიანს პრომპტს დაუწერ და პირდაპირ გაძლევს რეალურთან ეს ჯერ აგერ არის ჩვილია ჯერ 2-3 წელიწადში რა იქნება, აი მარტო მაგიტომ მინდა ცოტა ხანი მეტი ვიცოცხლო, რომ ნახო რა იქნება, თქვა იგივე 10 წელიწადში აი ამ მიმართულებით და კი, გასაგებია რომ ეს ძალიან დაეხმარება, თქვა იგივე უსაფრთხოების ამბავში, იგივე პილოტებს, აი იგივე დისპეჩერებს, ხელოვნური ინტელექტი მე ასე მგონია, უფრო ზუსტი გახდება ამინდის პროგნოზები, ტურბულენტური ზონების დადგენა, თქვა იგივე ამ ტრაფიკის რეგულირება უფრო გაადვილდება და ადამიანური ფაქტორი უკან გადაიწევს და ეს უსაფრთხოებას გაზრდის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეს ის სფეროა, რომელიც ყოველთვის ავანგარდში იქნება, იმიტომ რომ კი მე მატარებლები ძალიან ზოგადად ტრანსპორტი მიყვარს, მანქანა ყველაზე ნაკლებად. ველოსიპედი არის ჩემთვის პირველი, მერე არის თვითმფრინავი და მერე მიყვარს ძალიან მატარებელი. კარგი კომფორტული მატარებელი და ეს ხურება ამ ყველაფრის გარეთ რაც ხდება ძალიან მიზიდავს ხოლმე და აი ეს მე მგონი ახალგაზრდებისთვის სწორედ რომ ძალიან პერსპექტიული პროფესიაა და არის ალბათ რა ვიცი Google-ში უნდა მოძებნა და შეიძლება ახლა შენ ისეთნაირად დახატე ეს ყველაფერი 2 საათია უკვე საუბრობთ მე დავიღალე კი არა მე მგონი უფრო ენერგია მომემატა, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო სფეროში ხარ და მე იმედი მაქვს რომ ბევრი კითხვა იქნება, მე გთხოვთ ახლა რომ ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და ვიცი რომ ბევრი შეხედავთ, დაწეროთ კომენტარები, თქვენი გამოცდილება სხვადასხვა ავიაკომპანიებთან დაკავშირებული და მერე თუ კი რამე რაღაც ესეთი სპეციფიური კითხვები დაგროვდება, მე ირაკლის კიდევ ვთქო რომ გამოძებნოს დრო, მე ირაკლის ვიჭერ 2 თვეა და დაგაებული ადამიანია, ამხელა გლობალურ პროექტს არის შეჭიდებული და ვასო გაბუნიასთან სალაყბოთ რა თქმა უნდა არც არლია, მაგრამ დღეს შაბათი დღეა და ასე რომ ხო. მაგაში არ გეთანხმები. რა ვიცი, ანუ შეიძლება ითქვას ფაქტიურად ჩვენ ის თემები ყველაფერი რაც ქონდა დაგეგმილი ამოვწურეთ, ხო? კი, მგონი ყველაფერს ვილაპარაკეთ, თუ მართლა თუ რაღაცა მართლა დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე სფეროზე და თუ შენს მსმენელებს, მაყურებლებს რაღაც კონკრეტული კითხვები ექნებათ, რაღაცა პლატუნას პრაქტიკული რჩევები ან რაღაცა შეგვიძლია დამატებით მერე ჩავწეროთ კიდევ ერთი
ეს რა ქვია და უპასუხოთ ამ კითხვებს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა ამისთვის და მინდა წარმატება გისურვო შენს ფანტასტიკურ მეუღლეს მერიკოს, რომელიც რა ვიცი, ჩემი ფავორიტია, თავისი აზროვნებით, თავისი ყველაფრით და თქვენ ძალიან სერიოზული თვეები გელით და ყველაფერი კარგად იქნება და რა თქმა უნდა მე ისე ვიმეორებ ალბათ შენ კიდევ დაგიძახებ, იმიტომ რომ ჩვენი ეს 2 საათიანი საუბარი ფუჭად არ ჩაივლის და მე ვგზნობ რომ ბევრი კითხვა იქნება. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ვასო, ძალიან მიყვარს რომ როგორც ჩვენ თქვი რომ ახლა ხოხტები სფერო არ და იქ მუშაობ, რომ ბედნიერი ვარ, რომ იმას ვაგეთებ, რაც მიყვარს და მაინტერესებს და ამ უცურავი თემა არის და პირიქით, მადლობა შენ ამ ინტერესისთვის, შენთან საუბარი გიცი რომ ყოველთვის ვიყვარს ავიაციაზეც და ავიაციის იქითაც მეც და ამერიკოსაც და ხო, მართლა, იმას ვქნათ მე ვნახოთ, რაც იქნება კითხვები რაღაცები, კიდე დამატებით ვილაპარაკოთ. მადლობა შენ პირიქით. კარგი ბატონო, მადლობ და აბა მომავალ შეხვედრამდე.